იქნებოდა თუ არა და რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო რო არ არსებობდეს რელიგიები. ხანდახან გონიათ თუ არა, რომ წინა კორპორაციულ ცხოვრებასთან შედარებით ეხლა თამაშობთ, სულელობთ და აღარ ხართ ისეთი სერიოზულები. აუ, სულ არ მადარდებს თუ ვინმე იფიქრებს, რომ გლაბუცოფან არა სერიოზულად რამეს ვაკეთებ. მე დიდ საქმეს ვეჭიდები რა, ჩემ აღქმაში. თუ აკეთებ იმ საქმეს, რაც გიყვარს, არც ერთხელ არ მოგიწევს მუშაობა. გინდა CEO იყო, კარგად დაფიქრდი რა. ესეთი მოლოდინი არსებობს, რომ იქ ზემოთ ვიღაცა მეტი იცის ვიდრე შენ, რა? და მე შენც რო ხვდები, რომ არა, არ ვიცით ჩვენ იმაზე მეტი ვიდრე სხვამ, რა. ლიდერის წონას არ ზდის მისი იდეები, რა. ლიდერის წონას ზდის მისი გუნდის იდეები და წარმატებები, რა. და რას ურჩევდით, აქვე ვიტყვი, იმ ადამიანებს, ვისაც ეშინია სოცქსელებში აქტიურობის და აფერხებს ეგრეთ წოდებული რას იტყვიან სხვები. ერთი ცხოვრება გაქვს და ცოდოა ეს ცხოვრება, რომ შეალიო სხვის აზრს. უბრალოდ ცოდოა რა. ანუ მიზანი თუ უფრო მაღლა დგას ვიდრე უკავშირი სოციალურ ქსელში, მაშინ პასუხის ნათელია, ხო? აწვევი მიზანს, რა. ყოველთვის შეგიძლია გააკეთო ის, რაც შენ გინდა, მთავარია შენს ღირებულებებს არ ღალატობდე. არ დადგება, როცა შენი ტვინი არ გეტყვის, რომ ეს არ ქნა, რას იტყვიან, არ გცხვენია. არ გამომდის თუ არგუმენტია იმისი, რომ არ გააკეთო, ნუ ეგ შეუძლებელია გამოგივიდეს პირველად თუ აკეთებ. გილოცავთ. მრავალ ახალ წელს. Bubblehead-ის პოდკასტი 1 წლის არის. ვაშა! და არ გვინთია ისე. ავანთებ. ოკეი. გილოცავთ. მრავალ ახალ წელს. Bubblehead-ის პოდკასტი 1 წლის არის. რა ლამაზი. აბა არ ვიყერებ. აი თუ არ ვიყერებ. რა ნათელი მზეა. იმიტომ რომ დღეს ჩვენი დაბადების ვაშა. დღეა. ურა, გავაკეთე. დავაი ჩავაკრეთ. აჰა. ეგეთ. შტაში. всё, ტორტი. დაგვეხმარეთ ერთი კადრიდან გაწევაში. ოპ. გადააგდე და იჭერს. აჰა. ადაგივარდეს მე რა ვჭამოთ. წინვალე. გადასარევ. ჩვენიერი. დავიწყეთ. მარიამ, შენ არ გიცნობს ხალხი? ხო. მარიამი არის ჩვენი მესამე თავგასიებული Bubblehead-ი. ჩვენი ბიძაშვილი. და მარიამი დღეს იქნება ამ ეპიზოდის წამყვანი მასპინძელი. ვეცდები რომ თქვენს ასე ვთქვათ, სპერულში და თქვენს სივრცეში დღეს მე ავიღო მასპინძლობის როლი. და ვინაიდანაც ერთი წელი შესრულდა და რაღაცნაირად შემაჯამებელი ეპიზოდი არის, თან ძალიან მხიარულად გავხსენით და წინა თქვენი გამოცდილება უფრო სერიოზული არის. მინდა რომ ცოტათი უფრო ესეთი შეკითხვა დაგისვათ. ხანდახან გონიათ თუ არა, რომ წინა კორპორაციულ ცხოვრებასთან შედარებით ეხლა თამაშობთ, სულელობთ და აღარ ხართ ისეთი სერიოზულები და დანაშაულის ან არაადეკვატურობის გრძნობა თუ გქონიათ აქამდე და თუ კი როგორ დაძლიათ და თუ არა როგორ ახერხებთ იმას რომ არ გაქვთ. უფროს მას დაუთმო პასუხს. მას ესე. კი, და ეგ კითხვა მე მაგრად შემეხო რა, ძალიან სიმართლე რომ თქვა, არ მახსოვს ნამდვილად ავტორის სახელი, მაგრამ რო წავიკითხე ეგ კითხვა, ესე ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა და ერთი ძალიან დიდი კარგი რამეც ქნა, დამეხმარა ძალიან კარგად ჩემთვის ამ ყველაფერში გარკვევა ფორმულირებაში. პირდაპირ პასუხია რომ კი, ქონდა ეგ განცდა განსაკუთრებით პირველ ეპიზოდებზე და ყველა ეპიზოდის შემდეგ ეს განცდა უფრო მცირდებოდა და დღეს ეს განცდა შემიძლია ვთქვა რომ საერთოდ არ მაქვს, იმიტომ რომ ესე ვარ კვეთრად მაქვს ჩამოყალიბებული და აღქმული ჩემ თავთან რომ რასაც ვაკეთებთ ღირებულების მომტანია და რატომ შემცირდა და რატომ აგე განცდა, იმიტომ რომ 9000 გამომწერი ყავს, რაც ნიშნავს, რომ 9000 ადამიანი
გამოთქვამ სურვილს, რომ ჩვენ მოგვისმინოს, ამას დავამატოთ ყოველ თვე რამოდენიმე 1000 მაყურებელი, რომელიც უყურებს ზოგი ძალიან ბევრს და ზოგი ძალიან ცოტას ჩვენს ვიდეოებს და მაგ აბსოლუტური დარწმუნება, რომ რაღაცა ღირებული იქნება, ამას დამატებული უკავშირები, რომლებსაც ვიღებთ, არა მარტო YouTube კომენტარებით, რა, სხვა ქსელებში, სხვა გზებით კომენტარებით და სიმართლე რო ვთქვა, მაგ განცდა, რომ ღირებულებას ქმნით რა და ხა მე რა ქვია აგონს ქართულად როგორ ქვია არ ვიცი, მაგრამ რაღაცა არ ვიცი. ხო, რა ეპონეტი გექნება ბეჭებზე დაკრული, დიდი მნიშვნელობა. ხო, რეგალია, მოდი ეს დავარქვა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ ღირებულებას ქმნი. ყოველ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის მთელი ხალისი ამაშია, რომ გზნობდე, რომ რასაც ვაკეთებ, ვიღაცისთვის რაღაცა ღირებულია. და მე ეს მიხარია და ამის კეთება კიდევ უფრო ყოველჯერზე მიხარია. თორე კი ვადასტურებ თავიდან საკმაოდ არასერიოზულად, ანუ ლევანმა რომ მითხრა რომ მოდი პოდკასტი გავაკეთოთ, აი სუფთა რეაქცია მქონდა, ნუ კაი, აი რა გაფუჭდება ეხა, რატომაც არა, მოდი გავაკეთოთ, კი ბატონო რა. მაგრამ აი ყველა ეპიზოდზე განცდა მიჩნდებოდა, რომ აქ რაღაცა უფრო მეტი გულით არის საკეთებელი, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესოა, რაღაცა ღირებულია რა და დღეს მაგ ისეთი დარწმუნება, რომ მაგარი კაი საქმით ვარ დაკავებული და პლუს გააზრება, რომ ეკი მანამდე ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ აი დღესაც ვიტყვი გააზრება, რომ ეგრე მაგრა თამსიამუნებდეს ვაკეთებდე რაღაცას და თან დარწმუნებული ვიყო, რომ ღირებულება იქნება, ხო, ძნელად წარმოსადგენია. ასე რომ მაგ კითხვის მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ფიქრის ვალდებულება მომცა, ასე ვთქვი, იმიტომ რომ ხო ვიცოდი რომ ეკითხვა უნდა დასმულიყო და ვიცოდი რომ რაღაცა უნდა მეპასუხა და დავიწყე ფიქრი და მაგარი კითხვა იყო ჩემთვის მაგ კუთხით თუნდაც. ასე რომ დიდი მადლობა კითხვის დამსმელს აუცილებლად პირადად შემგან. ლევან მე პირადად ეგ არაზოს არ მქონია რომ მე რამე არასერიოზულს ვაკეთებ. თუმცა ეხლა რომ დავფიქრდი, მახსენდება რომ შეიძლება იყო სხვებში ხო იცი ესეთი არაპირდაპირი, მაგრამ აი რომ ეხლა რომ დაფიქრდები რეტროსპექტივაში რომ ხო თვითონ ისინი შეიძლება არასერიოზულად უყურებდნენ ვიღაცები იმასაც ვაკეთებ, შეიძლება ეხაც ბევრი არასერიოზულად უყურებს, იმიტომ რომ რაღაც მართლა რა დიდი წრე მაქვს ხო ეხლა მე სხვადასხვა მსხვილი კორპორატიული სამყაროს წრე, სტარტაპერებიც, აი ხლა უკვე იუთუბერებიც და კონტენტ კრეატორებიც, მაგრამ შეიძლება ხო მსხვილი კორპორატიული სამყაროს წევრები ცოტა ისე უყურებენ ამ საქმეს, თუმცა არ ამგონია. მოკლედ მე დიდი ხანი მქონდა ხედვა პოდკასტზეც და იუთუბის მომავალზეც და რო ვიწყებდით, შეიძლება არ მქონდა ეგრე კარგად გამოხატული და ეხაც შეიძლება არ მაქვს კარგად ჩამოყალიბებული, მაგრამ მე დიდ საქმეს ვეჭიდები რა, ჩემ აღქმაში. გარდა იმისისა, რომელიც გონია რომ დიდია, რომელიც არის რომ შთავაგონოთ პირადი და პროფესიული ზრდა და დავეხმაროთ მეწარმეებს, აღმასრულებლებს თუ უბრალოდ მენეჯერებს რომ განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას ცხოვრებაში, დიდი საქმეა რა და დიდი საქმე რატო არის არასერიოზული, ანუ არ მაქვს მოკლედ მარტივად რო თქვა, იქ განცდა საერთოდ პირიქით გონია რომ ძალიან სერიოზულ საქმეს ვეკიდებით და პირიქით იმთხელა თავისუფლება მოიტანა ამის კეთებამ, რასაც ახლა ვაკეთებ და იმდენად ის ვარ ვინც ვარ ამის კეთების დროს, რომ სულ არ მადარდებს თუ ვინმე იფიქრებს, რომ ღლაბუცობ ან არასერიოზულად რამეს ვაკეთებ. რა, თუმცა ვეთანხმები იგივის, რომ კაი კითხვა არის, იმიტომ რომ არც დავფიქრებულ ვარ საერთოდ მაგაზე, რა, ეხა წამოვიდა უფრო ისიც არა, ხო, შეიძლება ვიღაცა ამას არასერიოზულად აღიქვას, მაგრამ აღიქვას რა უკვე. ოკეი, ძალიან საინტერესოა და მადლობა. ხო და თავად იცი რომ ღლაბუცი რო შედის ამ საქმეში, ეგ კიდევ უფრო მაგარს ხდის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ღლაბუცით ღირებული საქმის კეთებას, ავე 1000-ჯერ უფრო სასიამოვნოა. წვალებით და წელებზე ფეხის დადგმით კეთება ერთია და მეორეა ღლაბუცით კეთება. ძალიან ცნობილი გამონათქვამი არსებობს, რომ თუ აკეთებ იმ საქმეს, რაც გიყვარს, არც ერთხელ არ მოგიწევს მუშაობა და მე მგონია, რომ ეს Bubblehead-ის პროექტი არის ეს ნათელი მაგალითი, რომ კი არ მუშაობ, აკეთებ იმ საყვარელ საქმეს, რომელსაც თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს უძღუნე. ეგ განცდა ნამდვილად მაქვს, რომ მუცად მუშაობად ვერ აგვიქვამ. რა სასიამოვნოა ყველა ეტაპი ჩემთვის პირადად. ერთი მე ხა შეიძლება
ლევანისგან შენგან განსხვავებით ძალიან ბევრ ამას ახალს ვიგებ რა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს სფერო მაგარი უცხო ხილია რა. ეგ ერთი. და მეორე კიდე ესე დავალების სახით მიწევს ციგნის კითხვა რა, ანუ იმაზე აღარ ვარ ეხარის ხასიათზე ვარ რა, წასაკითხია და მაგრად ასწორებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ციგნი შემომეკითხა ამ ყველაფერთან ერთად რა. ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მინდა მოკლედ შევახსენო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის შეკითხვები თავიდან ბოლომდე შედგება მათი დასმული შეკითხვებით. ამიტომ ეს ეპიზოდი მგონია რომ კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო ღირებული იქნება მათთვის, იმიტომ რომ მთელი ეპიზოდის განმავლობაში ზუსტად იმ თემებს და იმ შეკითხვებს გაეცემა პასუხი, რაც მათ აინტერესებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეპიზოდის განმავლობაში ჩვენ საჩუქრებსაც გავათამაშებთ და მოდი ამაზეც ვთქვათ ლევან. კი, გათამაშება იქნება ამ ეპიზოდში, ჩვენ საჩუქრებს დავარიგებთ, იმიტომ დავარიგებთ, რომ გონია რომ უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ჩვენი მაყურებელი მსმენელი და გამომწერი იმისა, რომ ჩვენ ერთი წლის ვართ და ამიტომ მგონია რომ უნდა გავაჩუქებთ ჩვენ ორ საოცარ წიგნს, რომელიც ვთარგმნეთ, ეს არის ნავალ რაიკანტის ალმანახი და ბიზნესის გული, გავაჩუქებთ 10 ნავალს, 10 ბიზნესის გულს და თქვენგანაც გვინდა პატარა საჩუქარი. ხო, მაგრამ თქვენგანაც გვინდა პატარა საჩუქარი. ბევრი არაფერი არ წავა. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიტოვეთ კომენტარები და თან შეიძლება გამოგადგეთ კიდევაც გათამაშების პროცესში. თან აღმოჩნდა რომ ჩვენი მაყურებლების უმეტესობას გამოწერილი არ აქვს არხი და ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი. კი. თუ გაქვთ გამოწერილი მეორედ გამოიწერეთ. რაც ძალიან ღირებულს ხდის ამ ეპიზოდს და არა მხოლოდ ამ ეპიზოდს, მთლიანად ბაბხედის პროექტს არის თქვენი პირადი გამოცდილება კორპორაციულ სამყაროში. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განებივრებული ვისაუბროთ ესე საჯაროდ და ესე ღიად პირად გამოცდილებებზე, პირად შეცდომებზე და პირად ასე ვთქვათ გაკვეთილებზე. ამიტომ დღეს მინდა რომ მე ცოტათი უფრო შორიდან დავიწყო შეკითხვის დასმა. ეს არის თქვენი აზრით, როგორ და რა დროშია შესაძლებელი რომ მიხვიდე აღმასრულებელ მენეჯერობამდე, იყო ტოპ მენეჯმენტში, რა არის ეს შეგრძნება, როდესაც ხარ უკვე ტოპ მენეჯმენტში და ეს რეგალია ვახსენეთ, როდესაც CEO-ს რეგალიას ატარებ და რა იყო ის წერტილი, როცა მიხვდით, რომ ეს ის არაა, სადაც უნდა იყოთ და აქ ჩვენს მაყურებელს ძალიან ასე ფრჩხილებში აქვს მითითებული გარდა Rolex-ით ლანჩის დროის კონტროლისა, ეს ჩვენს პირველ ეპიზოდებში ვახსენეთ. აი, მე მგონია რომ კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანს, სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა დრო შეიძლება დაჭირდეს. ანუ მაგის ფორმულა რომ 3 წელია საჭიროა, 10 წელია საჭიროა, 4-ია, 7 მე არ მაქვს პირადად და არ მგონია რომ ვინმე სხვას კონდეს, ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია რა. ჩემი პირადი შეფასებით მე პირადად მალე გამომივიდა, ანუ რავი 18-ისამ დავიწყე მუშაობა პირველად ცხოვრებაში და 30-ის უკვე დირექტორი ვიყავი ძალიან დიდი კომპანიის მანამდე ფინანსური დირექტორი ვიყავი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ არაფრის მთქმელი არ არის ეგ საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვით, ანუ ღირებულების შექმნა არის ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას რა რეგალიით აკეთებდა, საერთოდ რეგალია გაქვთ თუ არა, ან ძალიან მეშვიდე ხარისხოვანი არის, თუმცა როგორ უნდა ვთქვა, რომ ცუდი იყო, ანუ არანაირად ძალიან კარგი იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი საკუთარი კარიერით. როგორია CEO-ба, როგორია ტოპ მენეჯმენტში ყოფნა, ანუ ეგეთი ის მაქვს ხოლმე რა. სულ რაც უფრო ზევითადი ხარ, მით უფრო მძიმდება ის ვისთანაც ხარ ანგარიშვალდებული ხთები და მით უფრო იზრდება, ანუ მართლა აი რაც უფრო ზევითადი ხარ, მით უფრო ესეთი მურტალი ბოსი გეჭიდება და მით უფრო დიდი პასუხობა გემატება, მეტყვი რომ ეგ არის სხვაობა რეალურად რა, ანუ საბოლოო ჯამში რომ დაშალო პასუხისგებლობის მატება არის ის რეგალია რაც არის რა და თუ რეგალიას გადადებ და უნდა გადადო მადლიერი უნდა იყო იმისა, რომ პასუხისგებლობა გემატება რა, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი გენდობა და უფრო მეტი ადამიანი არის დამოკიდებული შენს ხედვაზე და მაგალითზე, ასე ვთქვათ რა. და ეგ კარგი გზნობა არის, ცოტა სახიფათო გზნობაც არის, დამღლელიც არის. მახსოვს ერთხელ გივის გაუზია რაღაცა წიგნს ვკითხულობდი რიჩარდ ბრენსონის და იქ სათაური იყო, რომ გინდა CEO იყო, კარგად დაფიქრდი რა, ანუ იმიტომ რომ
ეგრე არ არის რა მე პეპლები არ არის იქ საერთოდ რა და საკმაოდ ისეთი რთულია ეგ პასუხისგებლობა რომ ბევრ რამეზე ფიქრობ და ძალიან ბევრ შენ გადაწყვეტილებებს და არჩევანს და არ არჩევანს და ქმედებას და არ ქმედებას საკმაოდ დიდი ისაა გავლენა რაც შეეხება ბოლო კითხვას როდის გადაწყვიტე იცი რა მე ესე არასდროს არ გადამიწყვეტავს რა ანუ ყოველთვის მინდოდა რაღაცა ჩემს კეთება თუმცა მაგის უკაცრავად ერთი ადგილი რომ ადონეზე მეითონ ის მე ხა ჩემს სასტუმროს ხსნი გამიკეთებინა დიდად არ გამიკეთებია და არ მქონია რა ყოველთვის რაღაცნაირად პარალელურ რეჟიმში ვცდილობდი გარდამტეხი პერიოდი როდესაც YouTube-ს შევხედე ძალიან აქტიურად და როდესაც რაღაცნაირად ამოვიკვიატე რომ მე მგონი ეგ არის იყო EVX-დან რომ გამომაგდეს მთელი მენეჯმენტი დაგვითხოვეს და მათ შორის მეც გამომაგდეს და მაგ დროს რაღაცნაირად თქვი რომ შეუყვი აღარ მინდა კორპორაციულ სამყაროში თქო მაგრამ მე ისე შემიტყვეს რაც ძალიან კარგი შესაძლებლობა დავინახე რომელიც ისეთი კარგი არ აღმოჩნდა მე როგორც თავიდან ჩანდა თუმცა რა მნიშვნელობა შევბრუნდი და ეხანდელი გადმოსახედიდან ხვდები რომ ეგ შიში სუთან დამდევს რა და ძალიან ბუნებრივი შიში არის თუმცა ისევ და ისევ არჩევანია რა ანუ მეწარმეობა სჭირდება იქ გამბედაობა რომ ეს შენი სტაბილური თბილი სავარძელი სტაბილური თბილი მატერიალურად და უსაფრთხოების კუთხით მიგულისხმე რაღაც დონეზე დათმო და გაუგებრობაში შეხვიდე. ამიტომ პასუხი ის რომ როდის გადაწყვიტე, ესე მე ჩემი ნებით არ გადამეწყვეტავს რა, ესე მოხდა და პარალელურ რეჟიმში რომ დავიწყეთ მე და გივი მამ წიგნების გამოცემა, მე რაღაცერად გზაში აშენდა და ეხა უკვე იმ მდგომარეობაში ვართ რომ რომელი არის ძირითადი საქმე და რომელი მეორადი კიდე კაცმა არ იცის. მე პირადად ამას ძალიან როგორც წინა ცოტა ხნის წინ თქვი, ძალიან სერიოზულად უყურებ და სამსახურად არ აღვიქვავ იმ კუთხით რომ ხალისობ კეთებით, თუმცა საქმეთ აღვიქვავ ძალიან სერიოზულად რა. და მგონია რომ ყოველი წამი და ყოველი დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგარამეს ვაშენებთ, მაგარი ხედვები გვაქვს, დიდ საქმეთ ვხედავ, მარტო პოდკასტი ხო არ არის, საჩემთვის პოდკასტი ერთ-ერთი საკომუნიკაციო არხი არის, ეხლა მთელი საქმიანობა რა ბიზნესია და კიდევ უფრო მეტი რაღაცა იქნება და ამიტომ ხო გზაში მოხდა რა, მოკლედ რო თქვა პასუხი როდის გადაწყვიტე, რავი, გზაში გადაიწყვიტა რაღაც. ასე მოხდა, სამყარო მასე ინება. ხო. თან უმიზესოდ არაფერი არ ხდება. გივი, შენ რას გვეტყვი? ხო, მე ბოლოდან დავიწყებ, ხო, ერთი ლევანს ვეთახვები სულისკვეთებაში, ესე ვთქვათ რა და ბოლოდან დავიწყებ იმ კუთხით, რომ ესე გადავწყვიტეთ, რომ მან ჩემზე ვიყვი, გადავწყვიტე, რომ მოდი ეხლა მე სხვას არაფერს არ გავაკეთებ და ამ საქმით დავკავდები, ეგრე არ იყო. გარემოები შეიცვალა, ჩემი აღმასრულებლური, როგორ ითქმის ნეტა ეს, საქმიანობა გადავიდა უფრო კი არა, გადავიდა კონკრეტულად სამეთოყო საბჭოს ფორმატში, რაც თავისთავად ბუნებრივად გულისხმობს ბევრად უფრო ნაკლებ ჩართულობას, რამაც მომცა შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო მეტი დრო დამეთმო სხვა საქმიანობისთვის და ამ დროს ეს ჩვენი ცოტა უფრო ადრე დაწყებული საქმიანობა წიგნები უკვე გადაიზარდა ნელ-ნელა პოდკასტში, გადაიზარდა მერე წიგნების მაღაზიაში და დღეს ახლა ლევანის ხმის არ იყოს ბევრად უფრო მოცულობითი და ბევრად უფრო მრავალფეროვანი საქმიანობა, ვიდრე ან მოდი წიგნი გადავთარგმნოთ, ან მოდი პოდკასტი ჩავწეროთ რა, რაღაცნაირი პატარა ეკოსისტემუკა გამოგვივიდა და პლუს კიდე გამოგვივიდა და ვაგრძელებთ ეხლა ხო ერთად ყველანი ამის შენებას რა, ასე რომ ხო ის რომ ეხლა თქვაჩორის ლევანმა რო თქვა ჩემს სასტუმროს გავხსნი, არ ვიცი, შეიძლება არ გაქვთ ახალგაზრდებს ნანახი, ეგეთი ფილმი არის რა, სადაც ადამიანი ესე გადაწყვეტს სამსახურიდან წასვლას, პატარა ფულსი შოვის და всё, ეხლა მე ჩემს სასტუმროს ხსნიო და მაგაზე იყო რეფერენსი, ხო და მეც არ მქონია ეგეთი განცდა რომ მოდი ეხლა მე ჩემს სასტუმროს გავხსნი. უბრალოდ მოვიდა დრომ და გარემოება მოიტანა რომ მოგვეცა ამის კეთების შესაძლებლობა და პლუს აღმოჩნდა რომ მაგრად სიამოვნებს და მაგრად საქმეს ვაკეთებ ხალისის ძალიან მაღალი მაჩვენებლით, რაც გადასარევი რამე მგონია მე. თუმცა ერთ ამას დავამატებ, რეტროსპექტივაში ვიტყვი რომ ალბათ უნდა გადამეწყვიტა უფრო ადრე. მაინც როდის? ძალიან ადრე.
კაცმა არც როგორი იქნებოდა ეს მარტო მაგ ნაწილს, ანუ კონტექსტი რომ მოვაცალოთ და მარტო კონკრეტულად ეგ გადაწყვეტილება რო ავიღოთ, მგონია რომ რაც უფრო ადრე მით უკეთესი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველა ის ნაბიჯი და ყველა ის ხდომილება რაც ცხოვრებაში მოხდა, არის ნაწილი იმისა, რაც ვარ და შესაბამისად რაც ვარ, ის ქმნის ამას რა და კაცმა არც ის რა ვიქნებოდი და რა შევქმნიდი, მაგას არ გულისხმობ. თუმცა კონტექსტუალურად ის რომ რამე შენი გააკეთე და all-in არ ვიცი ქართულად როგორ არის, მაგრამ ყველაფერი დადეფსონზე და მაგაში შედი თავდაუზოგავად, მაგას რეტროსპექტივაში მგონია რომ რაც ადრე მით უკეთესი და თუ ადრე არ შვები და კორპორატიულ კარიერას აკეთებ, კარგი იქნება თუ მაშინ მაგ კარიერაში გადაეშვები all-in და ბოლომდე მიყვები რა და არ გაჩერდები მაგ კიბეზე და არის კიდე რობერტ კიოსაკისეული ვარიანტი, რომ სამსახურები შევ იმ ბიზნესით რომ რაღაცა უნარჩვევები გამოიმუშაო იმისათვის რომ მე შეჟენი აკეთო რაღაცა რა. ანუ აი ეგ სამი კატეგორია მგონია რომ არის რა და მაგ სამ კატეგორიაში ვივლიდი. ან თავიდანვე მეწარმეობაზე გქონდეს თვალი და გარისკენ მით უმეტეს თუ ახალგაზრდა ხარ, რა გაქვს დასაკარგი, არაფერი არ გაქვს და რას დაკარგაო. თუ მოიგებ, მეორე კარიერას თუ აკეთებ, მანდაც გააქარე და ბოლომდე გადაეშვი და აკეთე ისე რომ იარო, მაგრად და თუ უბრალოდ სამსახურს აკეთებ, იმ მიზნით მაინც გააკეთე, რომ რაღაც კონკრეტული უნარჩვევები გამოიმუშაო, რომელიც მე რაღაცნაირად ისევ დაუბრუნდები და შენ საქმეში გამოიყენებ. მოკლედ, რა, ეს ჩემი რეტროსპექტიული შეხედულება, თორე ხო, მე არ გამიცი ამ კითხვის პასუხი, მე მგონი ეხლა დამარტყა რა ვადაშია შესაძლებელი იყო ძირითადი კითხვა, ხო და ამაზე მინდა პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ვთვლი რომ მნიშვნელოვანია, არ არსებობს ეგეთი ვადა, როგორც ლევანმა თქვა, შესაძლებელია ნებისმიერ ვადაში თუ ეს მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ ტიტულის მოპოვება, უბრალოდ აქვე ვიტყვი რომ სინამდვილეში როგორც ილონ მასკმა თქვა, ეხლა მოусმინე, მოგონილი ტიტულია რა. რეალურად ნიშნავს ნებისმიერ ვადაში შეიძლება მიღწევა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღების მაჩვენებლის. თუ ეგ არის მიზანი და ამას არ რაღაც კონკრეტული გრაფიკი არ აქვს და ეს არ არის გაწერილი გზა, როგორც წესი ეს არ არის გაწერილი გზა, ასე რომ ხო, მაგის მართლა რეცეპტი არ არსებობს. ყველაზე სწრაფ გზას ვიტყვი, როგორ გახდე გენერალური დირექტორი. საკუთარი კომპანია. ხო, წადი რეესში დაარეგისტრირე კომპანია და დანიშნე თავი დირექტორად. კი, ეგრეც არის. ფერი არაფერი არ იქნება მაგით. ეგრეც არის. ხო და რაღაცა უნდა მეთქვა და უსებ და მავიწყდა, ხო, და მავიწყდა. ხო, შენ რო თქვი ეხლა დამარტყა რა. ეს ზუსტად იგივე სხვაობა შენს დირექტორობას და ჩემ დირექტორობად გახდომას შორის, რამდენი ჩემს დაბადებასა და შენ დაბადებას შორის. ზუსტად 4 წელი ყოფილა, ეხლა ეგ რო თქვი, გავიაზრე. აბა, კარგად თქვი, ეხლა ვერაფერი ვერ გავიქე. ნუ შენ თუ გახდი დირექტორი 30 წლის, მე გავხდი დირექტორი 34 წლის. ოკეი, გენერალურ დირექტორს ლაპარაკობ. ხო, კი, გენერალურ დირექტორს. ხო. რა წარმოდგენა გქონდათ ტოპ მენეჯმენტზე პოზიციაზე მოხვედრამდე და რა დაგხვდათ რეალურად და რამ გაგიცროთ ყველაზე მეტად იმედი? იცი რა, საერთოდ არაფერს არ გაუცროებია იმედი, აბსოლუტურად ისი არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ მე პირადად არაფერს სხვას გარდა იმისა, რაც დამხვდა, არ ველოდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი, იმიტომ მინდოდა, აქვე ხას გავუსმევ, რომ ეს არ იყოს შემთხვევით არ აღმოჩენილოა, ანუ მინდოდა, ხო, მაგას ველოდებოდი, მე მინდოდა, რომ მქონდა შესაძლებლობა ამეღო პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გუნდზე, ადამიანებზე და აქციონერების წინაშე და მეკეთებინა ამ პასუხისმგებლობით ის რაც იყო საკეთებელი კონკრეტულ შემთხვევაში. აი, როდის გაგიჩნდა ეგ გრძნობა, რომ აი შენ მზად ხარ და გინდა რომ ეს პასუხისმგებლობა აიღო. იცი რა, მე ჩემს რო გეკითხა, დარწმუნებული ვარ 21 წლის ასაკშიც გეტყოდი რომ მზად ვარ. ეხლა მაგას დავეყნობით რა. მე ჩემს რო გეკითხა, დავა მიმიშვი, გავაკეთებ განცდა მქონდა ყოველთვის რა. სხვათა შორის გონია რომ კრიტიკული კომპონენტი არის იმისა, რომ შეძლო გაკეთება, რომ გჯეროდეს რომ შეგიძლია გაკეთება რა. ხო, ნამდვილად არ ვიცი შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ეხლა არ დავიწყებ პრანჭვას, გულწრფელად ეგრე იყო, მართლა ნებისმიერ ასაკში რაც არ უნდა გეკითხა. ამას გააკეთებ, თავს ავწევდი, ხელს ავწევდი როგორც გაკვეთილზე და კი, კაცო, აბა რას ვიზამ, გავაკეთებ რა. იმიტომ გულით მე მართლა მაგრად მაინტერესებდა, როგორი იყო გუნდთან ერთად
ხო აი ეგ უნდა დავაუზუსტო რა ეს მუღამი მქონდა და დღემდე მაქვს რა გუნდთან ერთად რაღაცა ესეთი ღირებულის შექმნის და მე ამით თავის მოწონების მუღამი ყოველთვის უნდა ვაღიარო რომ მქონდა რა ასე რომ ხო მე მაგას ესე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ რა ბავშვობიდან აკავზივარ მდგომარეობაა ეგ რა როდის რა მეგონა რომ იქნებოდა და რა დამხვდა რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა ტოპ მენეჯმენტზე სანამ მიხვიდოდი აი ამ შეუკვეთე და რა ჩამოვიდა ვიცი რა სხვათა შორის ეხლა უნდა გავიხსენო რა პირველი ტოპ მენეჯმენტის შეგრძნება რომ მოვიდა არის გალფში რომ ფინანსური დირექტორი გავხდი რა ეს თავის ეს კაბინეტით ოთახით რაღაცა ეს ფერქები ქართულად არის როგორ არის ბენეფიტები რომელიც მოსდევს მენეჯმენტს ეს რაღაცა ხო ეს პოჩიანი კამფეტები მაშინ წამოვიდა რა რაღაც ეს ადამიანების დამოკიდებულებას და ცოტა ესე იგო მაშინ ახალგაზრდა ვიყავი ძალიან მაგისტრატურიდან ახალი ჩამოსული აი თავში ავარდა ყველაფერი რა და მალევე გამიჩნდა მის ამბიცია რომ გენერალური დირექტორობაც მინდოდა რა ეგეც რაღაცა 3 წელი იყო გასული ან 4 რაც გალფში ვიყავი და ისე ვქონდა რა უკვე დასახული რომ არა მე ეხა მინდა კიდე მეტი მინდა რა მთლიანად მინდა და ამის სუ წყარო იყო ის რომ სუ ქრონიკულად მეგონა რომ სხვაზე უკეთესად გავაკეთებდი რაღაცას რა ანუ ყოველას გარშემო ყოველათი უკმაყოფილო რო ხარ და რა და ალბათ ეგ არის ის რაც მეძახის რომ წადი შენი გააკეთე ეხა რეტროსპექტივაში უყურებ მაგას ანუ როდესაც ყველგან გონია რომ რაღაცას უკეთესად გააკეთები დღეს ხვები აკეთებ ერთადერთი გზა გაქვს რომ ან დააშოშმინო შენი ეგო ან წადი და შენი გააკეთო რა იმიტომ რომ არ შეიძლება რომ 8 კაცთან 7-თან 5-თან 4-თან იმუშაო და გეგონოს რომ ისინი ყველანი ცდებიან და შენ უკეთესი ის საქმე რასაც ისინი აკეთებენ მაგარ მჯერა მაგისი რა და ხო რა მაშინ წადი შენ გააკეთე რა ვაფშე ზოგადად რაღაც კარგი ფრაზაა რა თუ არ მოგწონს ვიღაცა რაღაცას როგორ აკეთებს ან ასწავლე როგორ გააკეთოს ან წადი და შენ გააკეთე რა ანუ სხვა ვარიანტში მარტო იწუწუნებ რა და ხატო მოყვეს რაღაც გადაუხვიე რა და იმედგაცრუების ამბავი რაც იყო ეგრო ყველა ჯერზე ვიღაცით ვიყავი იმედგაცრუებული რომელთანაც ანგარიშვალდებული ვიყავი რა ო ეხლა რეტროსპექტივაში რო უყურებ ანუ აი თავიდან ბოლომდე ჩემი იგოს ტლიკინი იყო რომ თავ მე უკეთესად ვიცი რა ხო იმედგაცრუება ცოდნის ნაწილში იყო თუ პირობითად დამოკიდებული უკავშირის გაცემის ნაწილში ანუ რაღაცა როგორი იყო იცი რომ მე აბა ესთვის დამიძახი აქა და მაცადე და მე უკეთ ვიცი და ნომერევი და ანუ რაღაც მაგ ტიპის იმედგაცრუებები და იმედგაცრუება იმითი რომ კაი რა ესეც ამანაც ესეც რა მძიმე აღმოჩნდა ანუ ეს ამ ტიპის იმედგაცრუებას ვიძახი რა იმას კი არა რომ რაღაცა თვითონ სკამი იყო ცუდი რა გადასარევი სკამი იყო არაფერს არ ვერჩი იმ სკამს რა და ეხლა უბრალოდ რეტროსპექტივაში რო ვიყურები რომ თან მithumetes ახლა პირველად არის რომ ესეთ აქტიურ მართვაში ვარ საკუთარი საქმის რა რაც არ უნდა პატარა იყოს მნიშვნელობა არ აქვს რა ანუ აქტიურ მართვაში მანამდე უფრო მეტად სალიფეხი მქონდა ხოლმე რა და ამ აქტიურ მართვაში სხვანაირად უყურებ იმას ვინც საბოლოო პასუხისგებლობაში არის ანუ სხვანაირად ხედავ რა და ცოტა უფრო ამ შენ ეგოს აშოშმინებ იმიტომ რომ ხვდები რომ შენ თვითონაც რაღაცები არ გამოგდის და იგრე მარტივად რაღაცები არ ხდება როგორც გონია რომ შეიძლება მოხდეს რა და ისეთი საჯახირო საქმე არის რა მოკლედ სანამ არ გააკეთებ ვერ სწავლობ რა და ამ სწავლის პროცესში შესწავლას უშვებ რა ისინიც უშვებენ შესწავლას შესაბამისად და ხო ეგ მინდოდა მე თქვა რომ ხო იმედგაცრუება დავარქმევდი იმას რომ მაგიტო თქვი რა ალბათ მანამდე უნდა გამეკეთებინა თქო რა ანუ ცოტა რომ მალე შევტაკებოდი რეალობას რომ შენი მითი გააკეთე თუ მაგარი ხარ რა არ უნდა მაგას წუწუნი გააკეთე პროსტ რას ველოდი და რას დაგხვთაზე დამარტყავცებ რა რას ველოდი და არ ვიცი მე ანუ ჩემზე მაინც არ ვიტყვი მაგრამ იდეაში ზოგადად ესეთი მოლოდინი არსებობს რომ იქ ზემოთ ვიღაცა მეტი იცის ვიდრე შენ რა და მე შენც რო ხვდები რომ არა არ ვიცით ჩვენ იმაზე მეტი ვიდრე სხვამ რა ანუ სინამდვილეში ცოდნა არ არის მანდ ქვაკუთხედი მანდ არის შენ თავზე აღება იმისი რომ ოკეი თუ შემეშლება ჩემი შეცდომაა და ბოლომდე გავიტან ამ შეცდომას როგორც პასუხისგებელი პირი რა თუ ჩვენ შეგვეშლება მაგასაც მე გავიტან ეგ არის მთელი განსხვავება
აი როგორ რაღაცას გულისხმობ, ისე მაგალითად რო აიყო რა, რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი და შენ იმ ადამიანის კონტექსტი არ იცი რა. და ის გადაწყვეტილება, როდესაც შენთვის სრულად სასურველი არ არის, ანუ მაგათ აი რაღაც შემიხედვა, მაგრამ პირობითად მიძახი რა, იმიტომ რომ ეხლა სახელ და გვარის დასახელების გარეშე ყვები რეალურ ისტორიას რა. მაგრამ ვერ ვაკონკრეტებ. ანუ რაღაცა კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებით რომ მიდიხარ და რომ გინდა რომ აქეთ წავიდეს კომპანია რა. შენი ეგრეთ წოდებული სტეიქჰოლდერები ყავს რა, ანუ შენი კუთხით აფუჭებ ვიღაცასთან ურთიერთობებს, ან აკეთებ ვიღაცასთან ურთიერთობებს მაგით. იმას თავისი კუთხე აქვს რა. შენი ურთიერთობები გაქვს და შენი შეფასება გაქვს, კიდია თუ არ კიდია რა მოხდება რა და იმას თავისი შეფასება. და როდესაც ის შუაგზაში სხვაგან გადაუხვევს და შენი იმედგაცრუება გაქვს, ეს შენი გამომავალი იმედგაცრუებაა რა და ერთ-ერთი მიზეზი მაგისი არის ის, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის შედეგებზე არ გაქვს ნაფიქრი, როდესაც ამ ნაბიჯებს გეგმავ და როდესაც შენი არის, იმიტომ რომ მე გასახედი არავისთან აღარ გაქვს რა. ანუ მე ვერავის ვეღარაფერს ვეღარ აბრალებ რა. ანუ გაიხედი იცი როგორ ეძებ, მაგრად ეძებ. სულ ეძებ ვიღაცას ვის დააბრალო ის რომ რაღაცა არ გამოდი. მაგრამ რო არავინ არ აკყავს, მე ცოტა უფრო დიდი ხანი ფიქრობ, სანამ გაჭრი რა, გაზრომავ რა, ცოტა მეტი რა. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ბალანსის დაცვა, რომ მალე გააკეთე, რომ მალე უკავშირი მიიღო, მაგრამ თან აბა გავჭრა, ეხა აქ თუ არ გავჭრა, ხო და აი ეგ თქვი რა, რომ ეგეთი ტიპის იმედგაცრუებები იყო, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო მეტად იმედგაცრუება იმაში, რომ კაი რა ლევან, ანუ რა, აი რაზე იშლიდი ნერვებს და როგორ არ იყენებდი მაგას შესაძლებლობად, რომ სიღრმისეულად გაგეგო და გესწავლა, რომ ჩვენ ხე ეს რო გააკეთე, პროსტა რატო გააკეთე, მაინტერესებს მასწავლე რა. ბევრად ღირებული უკავშირი იქნება ვიდრე ის ამას რო ხელს აიქნევ და გამოხო. ხერი არ გჭირდება, მე მაგაში არაფერი ხელს რო აიქნევ რა. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რომ რაღაცა ვისწავლოთ და მივიღოთ რაღაც როგორც გაკვეთილი. იმედგაცრუება არის როგორი რაღაცა, იცი რომ მე მგონია რომ ესე მოხდება და ესე არ მოხდა. ეს არის მოლოდინები. იმედგაცრუება შეუძლებელია რომ მოლოდინისგან არ მოდიოდეს რა. ანუ შენ თუ არაფრის მოლოდინი არა გაქვს, იმედი ფიზიკურად ვერ გაგიცრუდება. ამიტომ ყველაზე არაპროდუქტიული რამე არის მოლოდინების ქონა. პროგნოზირება კი შეიძლება დაგეგმო, მაგრამ 100% გარანტია ვსდებ, რომ მომავალი ისეთი იქნება, როგორცაც ვერასდროს ვერ დაგეგმავ რა და ანუ მაგით იმედგაცრუების მაგირად ბევრად უფრო ჯობია რომ შენი twin წყობა გადააკეთო იმაზე რომ ნეტა რა იყო ეხა აქ რის გამოც ესე მოხდა და არა ესე მოხდა რა ეგ ამბავი რა მივხვდი თორე მაგას ადამიანს შორის მათ შორის რაცა ადამიანი დაგაღალატებს შენი შეფასებით რა იმედგაცრუებაა და მე უკან უყურებს და ხო დაგაღალატა მაგრამ კარგად რო ჩახედო შეთანხმება რაზე ქონდათ და თუ იმაზე შეთანხმება არ არის რასაც ელოდებოდი ანუ თუ შეთანხმებაში არ ეწერა ის რამაც გაგიცრუა შენ იმედგაცრუება შენი ბრალი თუ შეთანხმება არის დარღვეული მან კონკრეტული საუბარი არის რა რომ შევთანხმდით და დაარღვი მიხდი რა ვთქვი რა საიდან წამოვიდა რა ეს ეხა სულ მერე უკან გახედვაში ხდება რა იმიტომ რომ რატო იძახი ეს იწვევს რა ის რომ საკუთარ თავს უყურებ კვირაში ორჯერ და ის რომ ამას შენი ხელით აშენებ და ის რომ ეს ვიწრო წრე არის სადაც ყველა ერთ საქმეს ვემსახურები და რეალურად არავისკენ თითის შვერის კულტურა არ არის გინდა არ გინდა ამ რეფლექსიას გაკეთებინებს რა იმიტომ რომ იცი რა შეგდება მოდის ბიჭო 1550 კაცი მუშაობდა და იმას მართავდი რა და 4 ვართ რა უბედურებაა ხანდახან რომ რაღაცაში გაიჭედები ხო და მაგ დროს მოდის რეფლექსია რომ ბიჭო ცოტა სხვა რამეა როცა აშენებ და ცოტა სხვა რამეა როცა ვიღაცის მიერ ნაშრომი და დანატოვარ სისტემაში სადაც რაღაცები ავტომატიზებულ რეჟიმში მიდის უამრავი რამე ყოფილა თურმე უკვე ისეთი ავტომატიზირებული რომელსაც გონია რომ ეგრეს უნდა იყოს არ არის ეგრე ასაწყობია ეგრე რო იყოს რა და ამიტომ ხო რა ცოტა უფრო თავმდაბლობა იწევს ზევით და ეგო იკლებს ქვევით ესეთი ძალიან საინტერესო შეკითხვა შემოვიდა რომელიც ისევ კარიერის განმავლობაში თქვენს წარმატებაზე არის წარმატებასთან არის დაკავშირებული თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს წარმატება ეს იყო
პირობითად ცოდნა, პერსონალური უნარჩვევები, გამართლება, შეიძლება საჭირო კონტაქტები და ამ პერიოდის განმავლობაში რა უფრო მეტი იყო, წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია თუ რაღაცა იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები. ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არანაირი წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია არასოდეს არ არსებულა და აუცილებლად მე მგონია, რომ მილიონიდან 999,999 შემთხვევაში ეგეთი რამე არც არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ ვიტყვი, რომ იმპულსური გადაწყვეტილებები, ეგ ხა გემოვნების ამბავია, მე ზოგადად ცხოვრებაში წინააღმდეგი ვარ ყველაფერის, რაც იმპულსურია. ამიტომ ახლა მთელი ცხოვრება თავს ვავარჯიშებ იმაში, რომ იმპულსური არ ვიყო არაფერში არასოდეს რა. ამიტომ მაგასაც ვერ ვიტყვი, რომ მე რამე იმპულსური გადაწყვეტილება მიმიღია. ალბათ მიმიღია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეც არ იყო. რამ განაპირობა შედეგია ბევრი რაღაცის. ძალიან ბევრი რაღაცის. ჩემი წვლილი მაგ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტული პრინციპებით, კონკრეტული ფილტრებით უბრალოდ ცხოვრობ და ეს კონკრეტული ფილტრები, ეს კონკრეტული წესები ვიღაცისთვის გამოდგა საინტერესო სათანამშრომლოდ. ამას დამატებული ის, რომ პლუს რაღაცა დრო დახარჯული მაქვს და ენერგია და რესურსი, რომ მეტი მესწავლა, მეტი გამეგო, მეტად განვითარებულიყავი. ამას დამატებული ეგ. ამას დამატებული ის, რაც ბუნებრივად თან დამყვან გამომიმუშავდა უნარები და ეგეც შენი კოქტეილი. ხა მე ეს ამას რეტროსპექტივაში ვამბობ ამას რა, მე მგონია, რომ ხო ამის შედეგია და უბრალოდ ბევრი რაღაცა ისე დაემთხვა ერთმანეთს, დაწყებული კონტაქტებიდან, გაგრძელებული რეპუტაციით, დამთავრებული სასურველი მომენტით, რომ ესე ჩამოყალიბდა ვითარება. სხვა რაღაც კონკრეტული ერთი მოვლენის გამოყოფა, ჩემი აზრით, არ იქნება სწორი რა. უბრალოდ ჯამში, ესე მარტივად რო თქვა, ჯამში რისიც მჯერა და როგორ ცხოვრობ, მაგ ცხოვრებამ მოიტანა შედეგად ის, რომ კონკრეტულ მომენტში ვიღაცისთვის და ვიღაცეებისთვის გახდა საინტერესო ამასთან ხო არ ვითანამშრომლოთ, ეს კითხვა გაჩნდა. ეგ არის ჩემი აზრით უბრალოდ შედეგი იმის კეთების, რისიც გჯერა რა. მეტი არაფერი. ლევან, შენ შემთხვევაში? ვიცი, არის მე მაქვს ნაფიქრი იმაზე, იმიტომ რომ მაინტერესებს რა არის ის უნარჩვევები, რაც განაპირობებს ადამიანის კორპორატულ სამყაროში მათ შორის მეწარმეობაში წინსვლას და ერთს რასაც გამოვყოფთი აუცილებლად და მაგის გარეშე მგონია რომ არაფერი არ გამოვა, ეგ არის პასუხისმგებლობის აღების უნარი და სურვილი. და უბრალოდ ვიხსენებ რა მომენტებში ხდებოდა ხოლმე აი ხო რაღაცას რო გააკეთებ, რაღაც რო მოხდება და მე რო გიფასდება რა. და ყველა ჯერში იქ იყო, რომ აი რაც მაგალითად პირველად დაწინაურებისკენ რო წავედი, იყო რაღაცა ბანკში, მახსოვს საერთოდ ისეთი ადამიანის შვებულება, ისეთი ადამიანის შეცვალე შვებულებაში, რომელიც იდეურად ესე არ მეკუთვნოდა რა, სხვა სექტორში იყო. და მაგან გამოიწვია ის, რომ რაღაცნაირად ისეთ ხალხთან მომიწია მე ურთიერთობა და ისეთი ხალხის თვალში მომეცა შანსი, რომ დამემტკიცებინა თუ რაღაც გამომეჩინა თავი, რომ როგორც გიმითქვა რაღაც რეპუტაციის აგური დაიდო რა და შესაბამისად მე იმ ადამიანების ტვინში რომ ხდება გახსენება ადამიანის ახსოვთ რა ის ვინც თავის დროზე რაღაცა კარგად გააკეთა რა. მე პასუხისმგებლობის აღებას რას გულისხმობს, როცა იძახი რომ ამას გააკეთებ და თუ ვერ გააკეთებ, თიც არიშვე რა. ანუ შენ ვერ გააკეთე და შენვე წმინდა ამ შენ ვერ გაკეთებულს. სწავლის სურვილი და უნარი, ანუ იმის რომ რაღაც ახალი გაიგო და გააფართოვო შენი ეს თვალთახედვა მნიშვნელოვანესი, ადამიანებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი, ანუ შენ საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობის აღება და კრიტიკულია რა, რატო ვიძახი ზემოთ მოთეთე იგივე სოკარში მე როგორც მოხვდი, იყო ის რომ ვიღაცამ მუშაობდა სოკარტის მენეჯმენტთან, იქ დაისვა კითხვა რომ გადაეწყდა რომ საყვარელია ახალი CEO და იქ გამიწიეს მე რეკომენდაცია.
და მე მივედი და მე ვილაპარაკეთ. ანუ ეგ ამბავი თავიდან ბოლომდე არის იმაში, რომ იმ ვიღაც ადამიანმა ვინც რეკომენდაცია გამიწია, იმ ადამიანისთვის მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ პასუხობა აიღოს, იმიტომ რომ ალბათ მისი გამოცდილებით ეგეთი დავტოვე შტაბეჭდილება და ნუ ამას დაემატა წინა CV-ში თქვათ რაღაცა ნაკეთები, მოიკითხეს და რავი. პლუს განათლებაც. აუ, მაგრად შველის რო ფურცელზე გიწერია, კი, მაგრამ არავის არ აწერს საბოლოო ჯამში რა. არავის საბოლოო ჯამში არ აინტერესებს რა. მაგ ყველაზე რთული ის არის, ჩემთვისაც ყველაზე რთული დასაჯერებელი იყო, როდესაც ავიჩემე რომ მაგისტრატურა მინდოდა გამეკეთებინა, ჩემი მეგობარი და მაშინ ჩემი ხელმძღვანელი მეუბნებოდა რა თუ ჩემი ძმა ხარ, აი რა გინდაო ხალხი მაგისტრატურას იმიტომ აკეთებს, რომ იმ პოზიციაზე მოხვდე, რაზეც შენ ხარო და უკვე ხარო მაგისტრატურის გარეშე და რა გინდაო და არა მეთქი აი შენ რო გაქვს მესმინდა ეგეთი პრინციპით მიუდექი და ხო, მეთანხმები ლევანს რა, სინამდვილეში ეგ არც ისეთი ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნა და გაკეთების უნარი, მაგრამ ფარატინა ფურცლები, ესე ვთქვათ, სინამდვილეში გაცილებით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩანს რა. აი, მაგრად ენდობიან ჰარვარდის, ენდობიან London Business Schools, ენდობიან ამ ყველა ტოპ უნივერსიტეტს, რა თუ დალაპარაკე მაგას, იმიტომ რომ ელემენტარული თემა არის რა, მაგ ტოპ უნივერსიტეტებს აქვთ ისეთი მიღების პროცესი, ანუ სტუდენტებს ისეთი პროცესით იღებენ, რომ ის სტუდენტი ვერ მოხვდება თუ მანამდე ისენი არა აქვს ნაკეთები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე კარიერაში ანუ უფრო მეტ ჯიმატივით არის რა, ჯიმას რო ჩააბარებ, როგორც მინიმუმ იმას ამტკიცებ, რომ არანორმალური ოდენობით მეცადინეობა შეგილია რა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ აბარებ. CFA-ის 3 გამოცდა. ახსოვს ერთხელ მითხრა ადამიანმა რა. CFA-ის 3 გამოცდას რო ჩააბარებ, შენი ფინანსების ცოდნაზე არაფერს არ იძახის ეგ. იძახის რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. ეგ არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ადამიანს იგეთი შრომის უნარი თუ გააქვს და ამდენი ხანი თუ შეგიძლია ეგეთ მოსაწყენ რაღაცას, ესე ბეჯითად ეჯდე, საერთოდ სხვა უნარჩვევა გაქვს, ესე იგი, რომელიც ძალიან გამოსადეგია ფინანსებში თუ მუშაობ რა. და ეგ ის უფრო არის, წრე უფრო არის, ვიდრე იქ შენ წიგნი წაიკითხე თუ სავარჯიშო გააკეთე რა, ანუ უნარების ამბავი უფრო არის და ეგ უფრო ფასდება რა, ანუ შენ რამდენად მოხვდი საუკეთესოებში. მაგრამ ამ რეკომენდაციას და იმას, ვისაც მე ვენდობი, იმის ნათქვამს, რომ კი ის გამკეთებელია, ვერანაცვლებს ვერაფერი საერთოდ რა. ხო, ძალსახად ვერანაცვლებს რა. ანუ აი რა დიპლომი უნდა მოიტანოს ადამიანმა, რომ ეხლა ჩემთვის სანდო რეკომენდაცია გადაწონოს რა, რთულა წარმომიდგენთ. საინტერესოა. ესეთი შეკითხვა აქვს ჩვენს მაყურებელს. თქვენი აზრით, რა არის ის ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი, რაც განასხვავებს ახალბედა მენეჯერს გამოცდილი მენეჯერისგან და ალბათ უფრო პირად მაგალითს თუ მოიყვანთ, აი გამოუცდელი ლევანი როგორც მენეჯერი და ეხლანდელი პერსპექტივი და როგორ გააკეთებდი მაგალითად იმას, რაც იმ მომენტში გააკეთე როგორც გამოუცდელმა მენეჯერმა. ჯույთ რა, ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს მაჩვენებელი გამოცდილებისა და გამოუცდელობის რა. მე ვგულისხმობ თქმა მინდა, რომ გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ ვითარებას და შეიძლება იყოს ძალიან, როგორ ვთქვა, ტექნიკური საკითხი, სადაც გადაწყვეტილება მისაღები და გამოცდილება ანალოგიურ სიტუაციაში რო კონდეს მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მე გონია, რომ ეგ საბოლოო ჯამში ყველაფერი მეორე ხარისხოვანია რა. ანუ ჩემთვის პირადად გამოცდილება გამოიხატება მოთმინების უნარის ზომაში თუ წონაში, არ ვიცი მაგას რა ქვია. ანუ რაც უფრო მაღალი გაქვს მოთმინების უნარი, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ბევრჯერ გაქვს ნანახი ეგეთი რაღაცა, ანუ გამოცდილი ხარ რა. მოსმენა მოთმინება და იმის გააზრება, რომ მთელი შენი არსი და საქმე ის არის, რომ მოისმინო რა და ხალხი ვიც ყავს და გუნდი ვისაც ლიდერობ, ასე ვთქვათ, იმათი ჩართულობა რაც შეიძლება მეტად გაზარდო, რომ ეს ნამცხვარი უფრო დიდი გახდეს რა, რომ ყველა უფრო კარგად იყოს და გამოუცდელი მენეჯერი ცდილობს კიდე დამტკიცებას იმისას, რომ ანუ გამოუცდელ მენეჯერს გონია, რომ შეხვედრაზე რომ თვითონ იტყვის მაგარი იდეას, რომელიც მაგარი გამოდგება, ეგ არის მისი საქმე და გამოცდილი მენეჯერი კიდე
ფიქრობს რომ აი შეხვედრიდა რომ გამოვა ისე რომ თვითონ არაფერს არ იტყვის და საქმე გაკეთება მაშინ იძახის რომ აუ რა მაგარი შეხვედრა ჩავატარე რა ასახად ეგრე ანუ გამოსილ მენეჯერი ვაჟ საერთოდ რო ესე მივადა და გამოვა აი მაგროს გამოსილ მენეჯერი იძახის რომ yes მაგარი შეხვედრა იყო და თუ მოუწია ჩართვა ან ჩაერთო როგორც წესი არ მოწონს ხოლმე ეგ შეხვედრა როგორც წესი მე მიდის და აუ არ იყო დღეს კარგით ხე რა რაღაცა აქ წამიცდა ფეხი ეგ არის გამოდი კორპორაციულ სამყაროს ვიძახი სტარტაპში ერთი მოხარ შენ ხარ და ორი მოხარ კორპორაციულზე ვლაპარაკობთ ასახად ანუ ინსტიტუციებზე ვლაპარაკობთ რა ხო იგა რა დღევანდელი გადმოსახედიდან მეც გავჩუნდებოდი და ბევრად ნაკლებს ვილაპარაკებდი და ბევრად მეც მოვისმენდი და ბევრად მეტ საშუალებას მივცემდი ადამიანებს რომ თავიანთი აზრი ჩამოეყალიბებინათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი ვერ აყალიბებს უბრალოდ თავის აზრს. იმიტომ რომ შეიძლება ნერვიულობს, იმიტომ რომ შეიძლება მისთვის ახალი არის. იმიტომ რომ შეიძლება. ხო, სხვათა შორის ჯაბა დიხამინჯიას წიგნი დაეხმარებათ მაგ აზრის სწორად ჩამოყალიბებაში, რომელიც Bubblehead Shop-ზე შეუძლიათ რომ შეიცინოთ. კი, ანუ რა გვიგვი რომ ანუ არ ნიშნავს რომ ადამიანმა შეიძლება რაღაცა ისე ვერ გითხრას, როგორც ფიქრობს და ანუ რაც უფრო მეტად ჩაეძიები და შეეცდები რომ გაიგო საიდან და როგორ და რანაირად მოდის მით უფრო უკეთესი. ეხა ამას ისე რომ ვიძახი ისე მახსენდება ანუ არავის არ ეგონოს რომ ან დღეს არ მიცდება ფეხი ხშირად ან ხვალ არ დამიცდება რა მაგრამ ნუ ჩვენ დავუდასტურებთ. კი ანუ იგა რა ხო იგა მეტი მოსმენა ნაკლები ლაპარაკი ანუ გამოსტილი იდეაში მენეჯერი არ ვიცი ხო მოკლედ ეგ ძალიან ისეთი სადაო საკითხია მაგრამ ნუ ხა არ ვიცი ლევანს არ ვიცი მაგრამ როცა მენეჯერს ვისმენ მე ტვინში თარგმნი იმათ რასაც დღეს ლიდერს ეძახიან რა ხო და მთელი იდეა და მუღამი ალბათ რასაც ლევანი ამბობდა ეგ არის რა რომ ლიდერის წონას არ ზდის მისი იდეები რა ლიდერის წონას ზდის მისი გუნდის იდეები და წარმატებები რა თუმცა ლიდერის ხედვა არის მნიშვნელოვანი რა სასახად მე მაგვა აი როგორაც ის რომ გამოცდილი ლიდერი ფიქრობს 5-10 წელი რა ვიზუალიზაციას და მაგაში მაგ მისია ხედვისკენ შემოტრიალებას და აი ოე ეხა გაცდით რაღაცას და დავაი დაბრუნდით რა მაგრამ აი რაღაცა საკითხი არის რა იქ რაღაცას ვიხელავთ პატარა თემას და მან ესე გაკეთეს ესე გაკეთეს ხო ეგ უფრო გამოუცდელობის ამბავი არის იმიტომ რომ გონია რომ რატო იზახის ისევ გონია რომ იმ საშუალო რგოლის და იმ პატარა რგოლის მენეჯმენტში ხარ და შენ უნდა გააკეთო რომ ვიღაცამ ნახოს რომ ამანკეთება იცის და იქ უკვე მათ უნდა გააკეთო და შენ ნახო რა გამოვიდა რა და ეგ ამბავია გამოცდილების საარი რაღაცები რაც ვინც არ უნდა იყო რა პოზიციაც არ უნდა იყო რაც არ უნდა იყო რაღაცები აი რაც პირადად ქსიამუნებს რა ანუ რაღაცები არის რაც აი ნუ მაგათო მე რა გინდა რა მაგას გონი მაგრად მოგწონს რა ანუ და აი იქ ჩართული თქვენი გეყოფინება უნდა ჩააყო რა არა უნდა თქვენი გეყოფინება მაგრად რა და მე ხო გამახსენდება რა მე რაღაც ვერკვევი არ ქვია უბრალოდ რაღაცა აი რომ მოგწონს რა გავაკეთეთ გულსაბნევები იმის დროს პანდემიის დროს გავაკეთეთ გულსაბნევები რომელიც ერთდროულად აჩვენებდა კორპორატიულ სიმბოლიკას და პლუს აჩვენებდა აცრისკენ მოწოდებას რა ანუ აი ეს რაღაცა შეჯამება იყო რა და მოკლედ მაგის დიზაინში ისე ვიყავი ჩართული მეცინება ძალიან იმიტომ რომ ხო ძალიან შორს ვალ ყველანაირი დიზაინერობისგან აი ანუ ვაფშე არ გამივლია საერთოდ რა მაგრამ იმდენად ეს იდეა მომწონდა რა რომ აი ერთ სიმბოლოში ჩაგვექსოა კორპორატიული სიმბოლიკაც და აი იმის რაც მჯეროდა რომ ყველა უნდა ავცრილიყავით რომ აი შევჭამე ტვინი რა სანამ აი ესეთი არ გავაკეთეთ როგორც მეც მომწონდა ხო და ნუ ეგ ეხა საყვარლობაა მაგრამ ცოტა საბავშვო ბაღია რა უბედურება აცადე მწოდნე ხალხს გააკეთონ რა თუ გეოსება ჩაერ ხო ერთად ეგ მაგითო ვთქვი რომ ეხა არავის არ გაუქმებია ადამიანობა სადაც არ უნდა იყოს რომ ადამიანური თვისება არა თან იცი რა კიდე როგორ ხედავ რაღაცაში თუ ხარ ძლიერი
ეგეც საჩუქარი არის რა, ანუ ეგ არ დატოვო რა, ეგ უნარი არ ჩაკლა მარტო იმიტომ რომ ვიღაცა ხო მოგესმენია ბოლოსკენ მაინც მოიტოვე და ბოლოში მაინც თქვი მე ისე არ გახვიდე იმ ოთახიდან რა, ანუ თუ არის რა რაღაც ადამიანს რაღაცა უნარები აქვს რა, ეხლა რომელსაც უნდა მოაქეს ეს ფასეულობა და ეგ ველო. გივის თურმე აქვს დაფარული უნარი ამ დიზაინერობის, იმიტომ რომ Bubblehead-ის ლოგოზე როდესაც მუშაობდით, გივის ხედვები იყო ყველაზე ისეთი, რომელიც გამოვიყენეთ, ყველაზე ხშირად გამოყენებოდი იდეები იყო შენ. ხო, არ ვიცი, უბრალოდ აი ხო ჯუს კაი გაგახსენდა, საერთოდ არ მახსოვდა. დიზაინერული უნარების რა მოგახსენდა, მაგრამ სიამოვნებას მანიჭებს აი ეგეთი სიმბოლიკაზე მჭირს ცოტა გადახრა და ეხა დავფიქრდი და რატომ მჭირს. ბავშვობიდან მიყვარდა მედლები, ჩინმედლები, ეპოლეტები, ისენი სგულსაბნევები, ეგეთ რაღაცეები რა, მონეტები და რაღაცეები და ეთყობა მაგიტომ ეხალისება მაქსიმალურად ლაკონური სიმბოლიკის გამოყენება და ბევრის თქმელის. მაგარია. ეხლა მოდი რა ისე ძალიან არ გავჭიმოთ, მაინც ჩავერთვები. მოკლედ როგორც ეპიზოდის დასაწყისში თქვით 10 ნავალრავიკანტის 10 ცალი ნავალრავიკანტის ალმანახი და 10 ცალი ბიზნესის გული გათამაშდება, გათამაშების პირობები არის მარტივი, უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩვენი YouTube არხი. და ამ ეპიზოდის კომენტარებში უნდა დაგვიტოვოთ კომენტარი, ჩვენ გაგვეხარდება თუ დაგვიტოვებთ კომენტარს რჩევას და გვეტყვით რომელი წიგნის თარგმნას ისურვებდით, რომელიც ჯერ არ არის ნათარგმნი და ჩვენ 22 მაისს 7 საათზე საღამოს YouTube live-ით რენდომაიზერის საშუალებით გამოვარჩევთ 20 გამარჯვებულს, შესაბამისად 10 გამარჯვებული მიიღებს ნავალრავიკანტის ალმანახს და 10 გამარჯვებული მიიღებს ბიზნესის გულს. რა მაგარი დაბადების დღე, იქეთ რო გჩუქნია საჩუქრებს რო დაესწრები და იმიტომ რომ ჩვენ დაბადების დღე დამსახურება არის იმ ხალხის, ვინც ჩვენ გვიყურებს და არ ვაპროტესტი აქვს და ზუსტად მაგით. და სხვათა შორის, როგორც აღნიშნე, რომ არაფერი შემთხვევითი არ არის თქვა, 22 მაისი ჩვენ კი შემთხვევით ავარჩიეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არტურ კონან დოილის დაბადების დღე არის. არტურ კონან დოილის, კარგი და კაი სიმბოლიკა შევეცდები ხა ჩაუძრე. ნუ ავტორი არის მაინც. ხო, წიგნის ავტორი. ნუ კარგი არა, ხო, დავამატოთ რომ მიყვარს ძალიან მისი შემოქმედება, კაი თქვა ეგეთ შეგვიძლია კი ბატონო, მეც მიყვარს. კიდე რა ვქნათ? ეხლა მინდა რომ სიმბოლო გვაქვს? არა, კაი. მინდა რომ გაიხსენოთ ყველაზე დიდი გაკვეთილი, რამაც დაგაფიქრათ და გამოიწვიოთ ცვლილება კარიერის მანძილზე. აუ, იცი რა, არ მაქვს ესეთი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ადეკვატური პასუხია ეხლა რასაც გავცემ. მოდი ესე ვიტყვი, რაც გავიგე, იმას გავცემ პასუხს რა. მე კარიერის განმავლობაში ორჯერ ვქენი ეგეთი რაღაცა რა. კომერციულ მხარეს ავყევი და სამსახური შევიცვალე მხოლოდ კომერციული წინადადების გავლენით რა, მხოლოდ იმიტომ შევიცვალე სამსახური, რომ ხელფასი იყო მეტი. ხო და ორჯერ გავაკეთე ეგ რა და ორივე ჯერ დავბრუნდი მერე იმ ჯგუფში, რომელიც ჯგუფიდანაც წავედი რა. და ხო, ეგ დასკვნა გამომატაინა რა, რომ უნდა აკეთო ის, რაც რისკეთებაც გავსებს და უნდა მოიფიქრო გზა, როგორ გახდეს ეგ საქმე უფრო შემოსავლიანი და არა პირიქით სდიო შემოსავალს და მაგ კუთხით იწვალო. იმიტომ რომ მე პირადად საოცრად გამიჭირდა რა, მაგრამ მახსოვს ორივე შემთხვევაში ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ უკან დამაბრუნეს. ერთი პერიოდი ჩემ მეგობარი დამცინოდა კიდევაც, რომ ბუმერანგი ვითხარო, რამდენჯერ წახვედი და უკან დაბრუნდიო. ხო, იმიტომ რომ აი ორჯერ ვქენი რა ეგ და ორივეჯერ აი მაგ შეგზნებით, რომ აი მაღმერთო რა კარგია, რომ დავბრუნდი რა. ხო, აი მესმის კი არა, იგივე მდგომარეობაში ვიყავი რა. ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მხარე. უბრალოდ ერთ-ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ არ არის ეს საუკეთესო გზა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რა. შეიძლება კარგი გზა იყოს, მაგრამ არ არის საუკეთესო გზა რა. დავამატებდი, რომ აკეთო ის რაც მოგწონს და აკეთო იმასთან ერთად, ვინც იზიევისთან იზიარებს შენ ფასეულობას, რომ გაკვეთილი რაც შემიძლია ვთქვა და რაც იყო ერთხელ ჩემი მნიშვნელოვანი მოტრიალების კარიერაში იყო ის, რომ წარმოვიდგინე, რომ მე 10 წელიწადში კიდევ ამ
წრეში უნდა მეტრიალა, არ მომეწონა ეგ ამბავი. რა ხალხთან კონტა საქმე? ცუდი არაფერი კაცო, ჩემი ფასანო, ინდივიდუალურად ცუდი და კარგს არ გულისხმობ, ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა, ყველა ჩვენი ფასეულობა. არა, ხო, არც მე მქონდა ცუდ ხალხთან საქმე. ჩვენი ხედვები გვაქვს რა და მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ რავი, მაგ სამსახური მithumetes ხარ რავი, ჩემნაირი ტიპისთვის, რომელსაც მე მიყვარს მუშაობა რა, ანუ ესე work life balance-ებს არ დავსდევ რა, ანუ საქმე იყოს კარგი და სულ იქნება დაბალანსებული. მაგ დროს უმეტეს დროს ატარებ რა ადამიანებთან და იმ ადამიანებთან თუ work სიამოვნებს ყოფნა გინდა არ გინდა მგონია რომ ეხლა რა ჩვენ თქვირაზე დაუფიქრდი იცი რომ შეიძლება კარგი ტესტი იყოს რა, როდესაც არ მოგდის თავში აზრი რომ ნეტა როგორია ჩემი work life balance რა, ესე იგი იმ საქმეს აკეთებ, რასაც უნდა აკეთებდე რა. აი სავარაუდოდ ეგრე მუშაობს. როგორც კი იწყებ ფიქრს, რომ რამდენი შაბათი მოვწყდი მე და გადავყევი საქმეს. აი მაგის ფიქრს რო იწყებ, ესე იგი სხვაგან უნდა წახვიდე. Simon Sinek's შემხსარა და თავიდან ეგეთაც მაგას საუბრობდა, რომ მოკლედ ისევ ეგ თემა არისო რა, ანუ როგორც კი არც ერთ შაბათ-კვირას არ ისვენებო, გადაიწვევიო რა. მაგრამ ზუსტად იგივენაირად დაგემართებაო, თუ გადაიწვევი რა, სულ უარ შედეგს მიიღებო, რომ თუ იმდენად არ მოგწონს და იმდენად უაზრო საქმით ხარ დაკავებული, რომ მაგ შაბათ, ანუ არც ერთხელ შაბათი კვირა არ იმუშაო, ნიშნავს, რომ საერთოდ გატაცებული არ ხარ, ითი აკეთები, რომ რანაირად შეიძლება, რომ არასდროს ან რაღაცა სიხშირით არ იყოს, რომ რავი, ხო, შაბათსაც აკეთებ რა, რავი, ხა. კვირას ვიყავი და ვიწერებოდი რაღაცებს და ვაკეთებდი და არანაირი ერთი წამიერი შეგრძნება არ მქონდა იმისი, რომ კვირას მაგას ვაკეთებ პირიქით მახსოვს რომ გამიხარდა ბევრად უფრო მშვიდი დღე არის, როცა შემილია რომ ფოკუსირებულმა რაღაცა ეგ ალბათ უფრო განსხვავებაა, იმიტომ რომ თვითონ ეს ბალბჰედის პროექტი ჩვენია და შენ ნახე მნიშვნელობა რეესტრში წერია თუ არა ეგ მაგას არ იწევს რა. იქ უფრო მეტად სხვა რამეს იწევს რეესტრში რომ წერია, ანუ უფრო მეტად გაძლებინებს ფინანსურად ნაკლებ უკუგებას. იმიტომ რომ გრძელვადაში უყურებ ძალიან, იმიტომ რომ რავი შენია საწავა სამბავი არის რა. თუმცა კორპორაციულ სამყაროშიც საქმე რომელიც შიც ჩართული ხარ და თუ ემსახურები შე რაღაცა იმაზე დიც ვიდრე შენ ხარ და ქსიამოვნებს ის როლი რაც გაქვს და ის ხალხი ვისთანაც ეცაც გაქვს. მეეჭვება რომ ძალიან გეწყინოს კვირა დღეს, მაგრამ ყველა კვირა დღე და ყველა შაბათი დღე თუ სამსახურში იქნები, აუცილებლად ცუდი არის, იმიტომ რომ ცხოვრებაა, ხო, ზოგადად არა, ნუ ცხოვრება, კაცო რა, სუაშია ხა. აი ბიზნესის გულში სხვა შორის მთელი ეს იგნი ალბათ მარტო საქმე არ არის ცხოვრება რა, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაწილი არის საქმე, იმიტომ რომ რაღაცას ქმნი. აი ეგრე ვიტყოდი რა, ნახე, რისთვის ხარ გაჩენილი ამ ქვეყანაზე რა. აი რატო გაჩნდი? რატო არსებობ? აი კითხო რომ თავს საკუთარ თავს. აი რატო გაჩნდი, რატო არსებობ? მოხმარებისთვის ხო არ არსებობ რა? რაღაცა ხო უნდა შექმნა. უფრო მეცაც გეტყვი, ალბათ რაც უფრო მეტს თუ შექმნი, ვიდრე წაიღებ, ბევრად უფრო სასარგებლო არსება იქნები და სასარგებლო არსება რო იყო რაღაცები უნდა შექმნა რა და პირიქით, მათ შორის ოჯახის შექმნა არის რა, ანუ მაგ ურთიერთობას ქმნი რა და მანდაც ხო ბალანსი არ არის რაღაცა 50% ჩემი 50 შენი ხო რავი ყველანი 100% ვართ ჩართულები რა, იმიტომ რომ რაღაცა საერთოს ვაკეთებთ და ეგ ამბავი არის რა ზუსტად რა რავი და ამიტომ ხო რა არ ეძებ ამ ბალანსს რა ეძებ პირიქით საჭირო სად არის სად ვარ ეხა მე საჭირო მაგას უფრო ეძებ ვიდრე მე ჩემი გავაკეთე და ეხა წავალ ბიზნესის ფულზე ამბობდი. ვამბობდი რომ ზუსტად მაგ თემაზეა ეს იგნი ძალიან ზუსტად მაგ თემაზე არ არის, მაგრამ მაგ თემას ეხება ეს იგნი ძალიან ჩემთვის ძალიან კარგად, საინტერესოდ, შთამაგონებლად, ინსპირაციულად როგორც გინდა ზუსტად მაგაზე, რომ საქმის კეთება არის საქმის კეთება უნდა გავხადოთ ცხოვრება და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება არ მინდა თქვა სისავსის შეგრძნება საქმის კეთებით რა. კონტრიბუცია არის რა, რაღაცა კონტრიბუცია კაი სიტყვა, კონტრიბუცია კაი სიტყვა. რაღაცა კეთდება რა. აშენებ. ხო, ანუ აი ეს ხო რავი, ფიჭკის დასმა არ უნდა იყოს საქმე რა. კონტრიბუცია მართლა კაი სიტყვა ძალიან რა, კონტრიბუტორად უნდა გზნობდე თავს რა საქმეში. ხო და ნახე ეხა დაუბრუნდები ერთ კითხვას, რომ მინდოდა გამახსენდა რა. ანუ ერთ-ერთი თვისება ასევე ის რაც პოზიტიურად ზეგავლენას მოახდენს კარიერულ წინსვლაზე არის იმაზე მეტის კეთება ვიდრე გავალია.
და რა ნაწილში? დაგინახავენ უფრო მეტად თუ განვითარდები? ორივე. Top management's job description-ი არა. Okay. მიხდი? ანუ top management-ი აკეთებს ყველაფერს იმას, რაც საჭიროა რომ გაკეთდეს. და ეგ უნარია ეგ ტვინწყობაა ეგ რა, შენ რო არ ითვლი და ბუღალტერიას რო არ აწარმოებ იმისა თუ რა სიტყვები წერია შენს job description-ში და რა არა. ეგ არის ერთ-ერთი ის უნარი, რომელსაც ვიღაცა ვინც მე ფიქრობს, რომ ამ ადამიანს ჩავაბარო თუ არა, რამე ეგ ახსენდება, რომ რავი არ დაუთვლია რა job description-ები და არც საათები დაუთვლია. ხო, სამსახური 6 საათზე, 7 საათზე თუ რაც არის, მაშინ თუ მთავრდება, ეგ სხვა ისტორიაა. სამსახური თუ მთავრდება მაშინ, როდესაც დღევანდელი ჩემი პირადი გეგმა შევასრულე, აი მაშინ მთავრდება სამსახური. ჩემი წარმოდგენით. და ამავე დროს კი რა არის დღეები, როდესაც ცუდად ხარ. არა, მაგას ვინ გამორიცხავს კაცო, ხო? და ცუდადაც უნდა იყოს და უნდა გეზარებოდეს კიდევაც და შენ თანამშრომელსაც უნდა მიცეს საშუალება, რომ ცუდად იყოს და ეზარებოდეს ის კონკრეტული დღე მუშაობა, კაცო. მე განწყობაზე ვლაპარაკობ, ხო? შენ თუ განგრძობითად კარიერას აშენებ და შენ ინვესტორს უნდა რომ შენ გინდა რომ ინვესტორმა ჩაგაბაროს მისი კომპანია, ინვესტორს უნდა კონდეს იმის შეგრძნება, რომ მარტო იმიტომ რომ 7 საათი გახდა, არ მიატოვებ რა ამ საქმეს რა, თორემ მიატოვე საქმე 7 რო გახდება, ოღონდ საქმე არ მიატოვო, ანუ კარგ ხელში უნდა რომ იყოს ჩაბარებული რა. ეგ ამბავი არის რა. ეს ძალიან საინტერესო რჩევა ხო, მოდი რჩევას დავარქვა. თან ვერ გათვლი job description-ით ყველაფერს რა, ანუ ზევით რო ადიხარ, იკლებს სიცხადე და იმატებს გაუგებრობა. ანუ აუ იქ ქაოსი მეტია. იქ ცოტა უფრო მეტი დაუგეგმავი რაღაცეები არის და ამიტომ იმაზე მეტის კეთება ვიდრე გონია რომ შენ გავალია, არის წინაპირობა იმისა, რომ ბევრად მეტი რაღაცა გევალება მე მომავალში. რა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის აღების უნარის მტკიცებულება ერთ-ერთი. კი ბატონო, მივხედავ. ანუ ეგ პასუხი, კი, მივხედავ. მეც ამას გავაკეთე. ეგ ამბავი რა. ჩვენ მთელი ეპიზოდის განმავლობაში ხშირად ვახსენეთ ხოლმე დაქვემდებარებულები ვახსენეთ გუნდი და მინდა რომ ესეთი შეკითხვა დაგისვათ. თქვენთან, თქვენს დაქვემდებარებაში რომ მუშაობს ადამიანი 1 წლის განმავლობაში რას ისწავლის? მე შემიძლია თქვა რის სწავლას შეძლებს, მაგრამ რის სწავლას მოინდომებს და რის სწავლას გადაწყვეტს, ეგ მე არ ვიცი რა. ჩემი აზრით ეგრე ვცდილობ მაქსიმალურად შეძლებს დაინახოს რაღაც კონკრეტულ პრინციპებს, რა პრინციპებითაც ზოგადად ვარსებობ რა. აი მაგალითად ყველაზე პირველი რასაც თუ მოინდომებს დაინახავს და შეძლებს ისწავლოს, რომ არასოდეს არ უნდა მოექცეს ისე სხვას, როგორც არ უნდა რომ მოექცენ მას. ამას აი ერთ-ერთი პირველს დაინახავს თუ მოინდომა. თუ არ მოინდომა, ვერავინ არაფერს ვერ ისწავლის, ვერავინ ვერ დაინახავს მონდომების ამბავი. ყოველ შემთხვევაში მოდი ეს ვთქვათ, მე ვეცდები რომ მე ვცდილობ რომ ეს იყოს ეგეთი რაღაცეები იყოს, ის რისი აღებას და რისი გადაღებას და რისი ათვისებას და სწავლაც შეიძლება. მე თვითონაც ხვებისგან მისწავლია ის, როგორც ის ხალხი იქცეოდა და ცხოვრობდა და არა ის, რასაც ის ხალხი გინდა თუ არა ამბობდა, იმიტომ რომ რასაც ამბობდა ის წიგნში შეიძლება ეწერა რა. ანუ სწავლა შეიძლება ქცევისგან, პირველ რიგში აუცილებელია ქცევისგან, ვიდრე განჩენ წიგნში წერია. წიგნები მაგიტომაა კარგი, რომ შეგიძლია დაждდე, წაიკითხო და ისწავლო, მაგრამ აი როგორ იქცევი, როგორ ცხოვრობ ამ ცოდნით რა, მაგის სწავლა შეიძლება ადამიანებისგან პირველ რიგში რა. ასე რომ მე მგონია რომ პირველ რიგში თუ რამის სწავლა მომდებოდა ისწავლი და იმას თუ როგორ არ მოექცეს სხვას ისე, როგორც არ უნდა რომ მოექცენ მას. ეს ერთ-ერთი. კიდე რამოდენიმესაც ისწავლდა, მაგრამ ეს პირველი. ლევან. მე შემიძლია ვთქვათ, ძალიან ვფიქრობ, თუ გინდა რა ვისწავლე 1 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად მუშაობ. კაი იქნება, ეგ უნდა მეკითხა, სხვას უნდა ვკითხო ალბათ თქვენ, რომ მე რაღაცები მგონია, შეიძლება, ამა მიდი აბა შენ თქვი. თუ გინდა მე ვიტყვი და მე შენ თქვი, აბა რამდენად. იცი რა რას ვფიქრობდი, რომ ზემოდან დახედვას ისწავლის. გადიდებას
ხომ ცოტა პერიფრაზი გაუკეთეთ, თორე ზემოდან დახედვა ცოტა სხვანაირად. ანუ ფართო სურათის დანახვა. ფართო სურათის დანახვას და რამოდენიმე პირველი, მეორე, მესამე ხარისხის შედეგებზე რო შეიძლება ვიმსჯელო და დამინახოს რომ მაგასაც ვითვალისწინებ, ან როგორც მინიმუმ ფიქრობ მაგას ხედვა ხო მაგას რა უფრო დიდი სურათს ალბათ რა დიდ სურათს ალბათ ისეთი გადასარევი უნარია ზოგადად მეორე და მესამე რიგის შედეგების ზედაფიქრების უნარი რა ეგ არ გვიხსენებია არც ერთხელ მაგრამ თუ მაინდა-მაინც ალბათ ტოპ მენეჯერობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად მაგაშია რა რომ აი რო ვამბობდი იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიყვარს თქო რა იმპულსური ჩავთვალოთ რომ არის მაგის საპირისპირო ხო აი პირველი მომივიდა თავში და დავაი გავაკეთეთ რა და არ არის ეგრე ვეთახმები ლევანს ყველაფერს მოყვება მეორე და მესამე რიგის შედეგები და მაგის გათვლა პრაქტიკულად გათვლა არა მაგას დაფიქრება პრაქტიკულად სავალდებულო უნარია ტოპ მენეჯერისთვის ძალიან კარგი რაღაცა შეეხება, იმიტომ რომ ზუსტად ეს უნარი მინდოდა რომ აღმენიშნა ამ ერთი წლის განმავლობაში. ეს ალბათ შეიძლება ჩვენ ცოტა საგვარეულო თვისებაც არის გიორგაძეების რომ რაღაცებზე იმპულსური რეაქცია გვაქვს და ერთი წლის განმავლობაში გივისგან პირადად მე ვისწავლე რომ რაღაცაზე როდესაც იმპულსურად ავენთები ხოლმე შეიძლება იყოს ვიღაცისგან უკავშირი ან რაღაცა თემას აკითხი რომელიც ისე არ გამოდის როგორც წარმომედგინა რომ გამოვიდო და გივის აქვს ის უნარი რომ შეგახედოს სხვა პერსპექტივით დაგანახოს და გავეკეთებინოს ისეთი უკავშირი რომელთანაც მე შენთან იცახი რომ ვა მე გავიზარდე აი ამ ერთ არ გჯეროდათ და ლევანისგან რაც ვისწავლე და დავინახე მე არასდროს არ მქონია ესეთი საშუალება ჩემი კარიერის განმავლობაში რომ ყოლოდა ისეთი ლიდერი თამამად ვიტყვი და არ მგონია რომ ვინმეს ეწყინოს რომელიც შეიძლება ყოფილიყო ჩემი როლ მოდელი ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ ყოველთვის ვის დაქვემდებარებაშიც ვიყავი თვლიდი რომ ისინი არ იყვნენ იმ შესაბამისი უნარჩვევების მქონეები და ნუ ბოდიში მაგრამ იმედია რომ არ ეწყინება არავის და რაღაცები მაგ ჩემით ნასწავლი რა ზოგი წიგნიდან ზოგი ფილმიდან ზოგი ინტუიტურად ზოგი პოდკასტებით და ასე შემდეგ და ამ ერთი წლის განმავლობაში შეკითხვები რაც მქონდა ხოლმე რომ აი რამდენად კარგი ლიდერი ვიყავი მე ჩემი გუნდისთვის იმას ალბათ თვითონ გუნდის წევრები აფასებენ და შეაფასებენ ზოგისთვის კარგი ზოგისთვის ცუდი თუმცა აღმოვაჩინე რაღაცა თვისებები მაქვს ისეთი რაც აქვს ლევანს რა და ეს ძალიან მომეწონა არ ვიცი რამდენად სწორი აი მაგალითად როდესაც რაღაცა არ კეთდება ან არ კეთდება ის როგორც უნდა გაკეთდეს აკეთებ შენ თვითონ რა და ამას მე თვითონ ვაკეთებდი ხოლმე როდესაც გუნდი მყავდა და სულ მქონდა შეკითხვა და სულ მქონდა ბრძოლა საკუთარ თავთან რომ რამდენად სწორად ვიქცევი რა იმიტომ რომ უკავშირები და მბრუნებია რომ შენ არ ხარ კარგი ლიდერი თუ შენ ამას აკეთებ იდეალური ვარიანტია რომ ასწავლო აი მაგას ვსახე რა კარგი ლიდერი თვითონ არ გააკეთებს არამედ ასწავლის ან შექმნის ეს სიტუაციას თუ ისწავლოს მაგრამ თუ სწავლის ერთი ადგილი არა გქმა შეიძლება გააკეთე ანუ ჯაჯღას და წუწუნს აზრი არა აქვს მაგას გულისხმობ რა იმიტომ ერთ-ერთი მაგალითი რომ ვიღაცას ასწავლო ასევე რომ პროცესი შენ გააკეთო და მაგალითი ანახო რა მაგას მანამდე ლაპარაკობ ესე ზოგადად რაც უფრო იზრდება შენი გუნდი მით უფრო ნაკლებად უნდა აკეთო შენ სხვისი საქმე არსიც ეგ არის რა რომ ეს კომპეტენციებიც შენი საზრუნავია კაცო და ამ ხალხის ხასიათიც მოტივაციაც და დღეც და ღამეც შენი საზრუნავი ხდება თუმცა თუ აკეთებ მარტო იმ მიზნით უნდა გააკეთო შენ თორე აი ანახო რა რომ ესე აბა და მე იმიტომ საბოლოო ჯამში თუ ყოველთვის შენ აკეთებ მე სხვის გასაკეთებას სულ შენ გააკეთებ მე კი ეგეც ნახე ჩვენ ცოტა სხვანაირი ვითარება გვაქვს რა საბოლოო ჯამში მართლა საბოლოო 4 ვართ თუ რაღაცა რა მაგრამ ცუდიც არის და კარგიც თქვი შეიძლება და მეთქვა ჩვენ ჯერ არ გავდივართ კორპორატიულ სამყაროში ცუდიც არის და კარგიც არის თქო რა ანუ ეგ ამბავი ეხლა მინდა რომ აი კორპორაციულ სამყაროდან ცოტათი გამოვიდეთ გადავიდეთ თავიდან ბოლომდე გადავეშვათ ასე ვთქვათ ჩვენს პროექტში Bubblehead-ის პროექტში იდეა ცოტათი უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე 1 წლის წინ თუმცა ახსრულებაში პოდკასტი 1 წლის წინ ხო ეს პოდკასტის დაბადების დღეა ხო ეს
falsafat მარტო მოყვა მე მთელი ეს პროექტის სიდიდე რა, ანუ ბევრი რაღაცა მე მაქედან წამოვიდა რა. ბევრი იდეები მადა ჭამაში მოვიდა. ეხლა რო ჩამოვთვალოთ რა გვაქვს რა Bubblehead-ის პროექტი რას აერთიანებს Bubblehead-ის პოდკასტს გამომცემლობას პოდკასტი წიგნების მაღაზია და ზოგადად ჯამში Bubblehead-ი ემსახურება შთაგონებას პირადი და პროფესიული ზრდის და ჩვენი ამოცანა და მისია არის ის რომ ცოდნა გადავაქციოთ ქმედებაში რა, იმიტომ რომ ქმედება არის ის რაც ცვლის რაღაცას რა. როგორც ვიწერია ხო, რაღაც იდეა შთაგონება კიდე მოქმედებისგან უბიძებს და მოქმედება კიდე არის ის რაც რეალურად ცვლილებას იწვევს, იმიტომ რომ შენ თუ არის მოქმედე, არაფერი არ შეიცვლება რა და. ამიტომ ვცდილობთ რომ ყველა ჩვენი პროდუქტი იქნება ეს თუ კომუნიკაცია მაქსიმალურად იყოს ისეთი, რომელიც გარდა შთაგონებისა და კარგი იდეისა დაეხმარება ადამიანს, რომ ეს ყველაფერი ქმედებაში გადაიტანოს. და ამის ნათელი მაგალითი არის კრებულების ნაწილი და კრებული სავარჯიშოების როეული, რომელიც ვცდილობთ ხვეწავთ და სხვათა შორის თუ ვინმე გვისმენს ვისაც აქვს ჩვენი კრებული შეძელი და სავარჯიშო როეული, უკავშირი გაგვეხარდება, ჯერ მეილების ავტომატიზაციას ვსწავლობთ ეხლა ვებგვერდზე და ჯერ ვერ გამოგიგზავნეთ, მაგრამ მოვადრო და მაგ უკავშირსაც ვითხოვთ რა და ხო, ანუ იდეა ეგ არის რა, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ ვითქვამს და მე თვითონ გამომიცდია ჩემ თავზე, რომ ყველაზე სწრაფი გზა რამე ისწავლო არის გააკეთო. ანუ ძალიან კარგი არის თეორია, იმიტომ რომ ბევრ დროს გიზოგავს და ინსტრუქციას გაძლევს, თუმცა სანამ არ გააკეთებ, უფლება იმისი რომ თქვა რომ ვიცი, ჩემი გადმოსახედიდან არ აქვს. რა, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი თეორიულად, მაგრამ სანამ არ აკეთებ, მანამდე არ იცი რა. და თან პატარა მასშტაბით გაკეთებაც კარგი არის რა, იცი გამოდის რა, ანუ აი სიცილხარხარით ვიძახთ რომ მომხმარებლის ღირებულებითი შეთავაზება, ანუ ეგრეთ წოდებული customer value proposition-ი რა, ხო აი რამდენჯერ მაქვს ალბათ წაკითხულ ნასწავლი რა. თუმცა ნაბიჯ სავარჯიშო რო გავაკეთე Bubblehead-ზე, საერთოდ სხვანაირად დავინახე მაგ სავარჯიშოს სიმაგრე რა და მაგ თეორიის სიმაგრე და მაგას გულისხმობ, ხო რა გააკეთე უბრალოდ, აი და გააკეთე რა. თუნდაც პატარა მასშტაბით აი ახლა რაღაც. და Bubblehead-ის პოდკასტზე რადგან საუბრობთ, მაინტერესებს როგორი არის ბიზნეს მოდელი, რა ბიზნეს მოდელით მუშაობს Bubblehead პოდკასტი და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორი სტრატეგიით თანამშრომლობთ თანამოაზრეებთან. თანამოაზრეები როგორ, ასე ვთქვათ, შეიძლება რომ შემოვიერთოთ და შემოგვიერთდნენ ჩვენ პროექტში. ხოთ. სანეთ. რთულის კითხვა არის, იმიტომ რომ ბიზნეს მოდელი სწავლობთ რა ჩვენ თვითონ ძალიან ახალი ხილი არის ესა და ზოგადად ამ პოდკასტი როგორც საქართველოსშიც ჯერჯერობით ესეთი ახალი შედარებით ახალი ხილი არის და ბიზნეს მოდელიც სულ სატესტო რეჟიმში არის. თავარი იდეა რაც არის რომ ჩვენ გვინდა რომ თანამოაზრეებთან ორმხრივი გზა იყოს რა, ანუ თანამოაზრეებსაც მოვწოდეთ და ჩვენც მოგწონდეს რა, ანუ იდეა რომ უბრალოდ მოდი ეხა შენ მე რაღაცა თანხა გადამიხადე და მე შენ ლოგოს გამოვაჩენ, არა რა, ანუ მინდა რომ მე მაგ ბრენდთან მქონდეს უშუალო კავშირი, მათ შორის მომხმარებელი ვიყო, ან თუ ეხლა არ ვარ მომხმარებელი, მოვსინჯო პროდუქტი და მომეწონოს და ვთქვა, ანუ მარტივად რო ვთქვა, კრიტერიუმი მე თუ შემიძლია რომ შენ მეგობარს ამ კომპანიის პროდუქტი ვურჩიო, ესე იგი ეს კომპანიამ ეგ ერთი კრიტერიუმი იმისა რომ მინდა რომ ასევე თანამოაზრე იყოს გადალახა რა. რჩევა მნიშვნელოვანი არის პირადი რჩევის კრიტერიუმი. ო, ან ჩვენ იდეაში მართლა რამოდენიმეჯერ ვთქვით, მაგრამ აი სულ მინდა რომ ყოველთვის ვთქვათ ხოლმე რა. რეკომენდაციებს ვაკეთებთ და არა შეიძლება ეს არ არის ტერმინებში გამართული ტერმინები, ეხლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ უბრალოდ რეკლამას დედა ნახეთ რა კარგია რა, ანუ რეკომენდაცია ყველაფერი რაზეც გვისაუბრია, ყველა თანამოაზრე რომელიც ყოლია და გვეყოლება არის ის ხალხი, ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ ტყავზე გვაქვს გამოცდილი. აი მაგალითად, ყველა ეპიზოდზე, როდესაც ძირთადდევანი ან მეც რა მშობა გვსაუბრობთ მას ინვესტიციებზე და საქართველოს ბანკის მობილ ბანკზე რა, სინამდვილეში ჯერთი უკიდეგანოდ გვჯერა ორივეს, რომ ინვესტირება არის ერთადერთი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ყველაზე სწორი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ და საფონდო ბირჟებზე ინვესტირება არის მთავარი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი და ერთსაც და მეორესაც ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ვლაპარაკობთ, რომ ეს გენით, თქო, აი არაფერ სხვას რა.
ზუსტად იგივეს. ანუ სინამდვილეში რაღაცა რომ ესე რომ შევხედოთ რა, მაინც დაზღვევა თავის საშუალება რისკის კუთხით რომ შევხედოთ, რომ რაღაცა გაფუჭდა იქ რასაც რეკომენდაციას უწევთ, პირველ რიგში ფუჭდება ჩვენთვის, იმიტომ რომ იქ ვართ ორივე უკვე ბევრად უფრო ადრე დავიწყეთ, ვიდრე ვთქვათ, ვინმე თანამოაზრე გახდებოდა და პოდკასტის კეთებას დავიწყებდით. ასე რომ ჩვენს პირველ რიგში ჩვენ კანზევე ვიგრძნობთ იმის პრობლემის, ასე ვთქვათ, სიმძაფრებს რა. ანუ ყველაფერი აბსოლუტურად ნებისმიერი რეკომენდაცია, რაც გავგვიწევია, კეთდება ამ სტილში. რა ვიცი, აი მარტივად ვიტყვი, ეხლა ლევანს უკეთია სათვალე, მე არა ბოდის ვიხდი, მაგრამ ლევანს უკეთია სათვალე, ჩვენი პირველი თანამოაზრის აფლევუსი, ხო? ანუ მე არ მიკეთია, იმიტომ არა რომ რამეს ვერჩი, უბრალოდ იმიტომ რომ ეს სათვალე გადავწყვიტე, რომ ესე წამოსულიყავი რა. ხო, მე ერთი კრიტერიუმი, თქვა შორს ამ მომენტს გამოვიყენებთ იმისაც, რომ მადლობა გადაუხედოთ ჩვენ თანამოაზრეებს და საჩუქარასაც აციხება, ანუ ეს ეპიზოდი სრულად ჩვენს მიერ არის დაფინანსებული, ანუ არ გვაქვს თანხა აღებული ამ ეპიზოდში და ყველა თანამოაზრესაც მოიხსენიებთ მხოლოდ მადლიერებით და გულითადი რეკომენდაციით, იმიტომ როგორც თქვით, კრიტერიუმი ეგ არის რა, ანუ დამოუკიდებლათაც სიამოვნებით უწევთ რეკომენდაციას ამ ყველა ამბავს. აგერი ჩემი საყვარელი გაჯეტი, რაც ბოლო დროს შემიძენია, ბუქსის ბრენდის პადი, ზუმერში ნაყიდი. საქართველოს ბანკი ვთქვით, აფლელო ვთქვით, ზუმერი ვთქვით, სოკარს ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაამარტივა დიდი ხანია მე სოკართან მეგობრობა მაკავშირებს ხა. ხო, მაგრამ მე აი თუმცა ჩემთვის ძალიან გაამარტივა, იმიტომ რომ მე ვერ მოახერხე მაგდონის აპლიკაციის გაკეთება, როცა მან ვიყავი ხელმძღვანელად და მიხარია, რომ გუნდმა რომელიც დარჩა იქ და მათ შორის იმ გუნდის აბსოლუტური უმეტესობა სთან ერთად მუშაობდი და მონაწილეობა მაქვს დაკომპლექტებაში მიღებული სიამაყით ვივსები, იმიტომ რომ ძალიან მაგარი აპლიკაცია გააკეთეს განახლებული და მე ძალიან სიამოვნებს და ძალიან კომფორტულია ჩემს მოსახმარად, მიადვილებს და მიაფებს საწვავის მოხმარებას. Roamingo მართლა ერთ-ერთი ისეთი საყვარელი კომპანია არის, იმიტომ რომ ჯერ მარტო ვაფრენ იმაზე რომ ქართულია, მეორედი მოგზაურობა მიყვარს და იგეთი მარტივი მოსახმარი და იგეთი კარგი სამოგზაურო აპლიკაცია Roaming-ის ჩასართავად, მან ბევრი ვიხმარე სხვა, მათ შორის ტრადიციული სატელეკომუნიკაციო კომპანიების, მათ შორის უცხოური ისიმები და ნომერ პირველი არის ჩემ თვალში და მადლობა მათ ასევე. ყველა შემოთვალეთ, ხო ვინმე ხوار დაგვრჩა. და ამ ეტაპისთვის მე მგონია არა, ახლები თუ ვერ მოვლ. ხო, აი ხა roaming ახსენდა. საერთოდ არ იყო არანაირ თანამოაზრეობას საუბარი, როდესაც უცხოური აპლიკაცია წავშალე და დავაყენე roaming-ო და მას შემდეგ მთელი ოჯახი ხმარობთ roaming-ოს. იმიტომ რომ მართლა კარგია და არა იმიტომ რომ ჩვენი თანამოაზრეა. და ერთ-ერთი კრიტერიუმი რაც არის გარდა ამ რეკომენდაციის არის რომ რაღაც დონეზე რელევანტურობა გვინდა რომ ჩვენ აუდიტორიას შევერთოთ. ჩვენ ესე ვხედავთ ბიზნეს მოდელს რა. ანუ ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ მოხმარებელი, ჩვენი მსმენელი, რომელიც თვითსაც ვცდილობთ რომ შევქმნათ ფასეული საუბარი, რომელიც მათ გამოადგება ცხოვრებაში და ჩვენ მისიას ეხმიანება და დაეხმარება მათ პირად და პროფესიულ ზრდაში. და მეორე მხრივ გვაქვს ჩვენ მომხმარებელი, ჩვენი თანამოაზრე რა, რომელიცაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მსმენელს თავიანთი პროდუქტი და მომსახურება გააგებინოს რა. ანუ ეს აქეთ ერთი მომხმარებელი, იქით მეორე. მოლტი ვითვართ რა, შუამავალი ვართ, აქეთ ამ ნაწილში. ბიზნეს მოდელი ესეთი არის. შესაბამისად, რელევანტურობა რა თანამოაზრეზე ვსაუბრობ და ვის ვიწევ რეკომენდაციას, ჩვენი მსმენელისთვის გვინდა რომ იყოს რელევანტური, ანუ მაგ კარგად გამომდის, სულად გამომდის ეგ მეორე საკითხია, მაგრამ რას ვცდილობ და როგორ უყურებთ ეგ არის. ანუ მე შეიძლება ბევრი სხვა პროდუქტი მომწონდეს და ბევრი სხვა ბრენდს ხმარობდე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის რელევანტური შეიძლება იყოს იმ კონკრეტული ან აუდიტორიისთვის, ან თემისთვის. შეიძლება აუდიტორიისთვის რელევანტური იყოს ფსიქოგრაფიულ, დემოგრაფიულ ასე შემდეგ, მაგრამ ვცდილობ, რომ იქნებ თემაშიც იყოს, რადგან რაღაცნაირად ხე შუა პოდკასტში რო გაწყვიტავ საუბარს და რაღაცა ისეთ რაღაცას გაუწევ რეკომენდაციას, რაც შეიძლება არ იყოს დიდად კავშირში, არ ვიცი. მოკლედ, ეგ ერთი კრიტერიუმი ესეთია, ასევე რასაც უყურებ და ჩვენი სურვილი და ძალიან გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ხედვა არის, რომ სტანდარტული თვეში ამდენი მიხადეს მიღმა, შევეცადოთ, რომ ჩვენ რადგან გულახდილ რეკომენდაციებს უწევთ, იქნებ რეკომენდაციის ამბავიც ეფექტური იყოს. ანუ affiliate marketing-ზე ვფიქრობთ რა, რომ
რაღაცა ის ლიდების რაც დაგენერირდება ჩვენი ეპიზოდიდან რაღაცნაირად მოკლედ ცოტა მოვაკლოთ ფიქსირებულს და ცოტა მოუმატოთ ცვლად შემოსავალს მაგ ამბავში ერთ-ერთი ნაწილი არის ბიზნეს მოდელისაც ეგეც რა. მადლობა კიდევ ერთხელ თანამოაზრეებს თქვენ გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ერთი წელი და ვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ და იმედია თქვენს გიხარიათ რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. ყოყონამდვილად ყველას გადაუხადეთ მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს ბანკი ვთქვით. აფლელუ საქართველოს ბანკი, ზუმერი, სოკარი, როუმინგო. კი, არყოლია მეტი რა. მეტი არყოლი. ეგ არის. და თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, ის ძალა და ენერგია, რაც კარიერის მიმართულებით გქონდათ, თავიდანვე რო თქვენ ბიზნესისკენ მიგემართათ, ისეთივე წარმატებული იქნებოდა თუ არა ეს ბიზნესი, როგორც თქვენი კარიერა იყო და მოგცემდათ თუ არა ეს საშუალებას, რომ უფრო მეტად ფინანსურად დამოუკიდებელი ყოფილიყავით, ეხლა ამ ეტაპში. აკითხვას მე გავცე პასუხს, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მარტივი პასუხი, მაგრამ მე არასოდეს არ მიფიქრია რომ უნდა მეკეთებინა რამე სხვა გარდა ჩემი კარიერისა. ასე რომ ასეთი ვარიანტი ჩემს ტვინში არც ყოფილა რა. მე არ ვიცი შესაბამისად წარმატების ხარისხი სხვა რამე რომ მეკეთებინა როგორი იქნებოდა. წარმოდგენა არ მაქვს რა. მე ყოველთვის ვაკეთებდი იმას რისიც რაც მიყვარდა, რაც მეგონა რომ იყო ის ჩემი საქმე და დღესაც ვაკეთებ იმას, რაც მიყვარდა, რაც მგონია რომ არის ჩემი საქმე და ისე გამოვიდა რომ დღეს ამ ნაწილში არის ის რასაც ვაკეთებ, Bubblehead-ი რა. ხო მე ესეთი კორპორატიულ სამყაროზე დიდად შეყვარებული არსება ვიყავი ყოველთვის, ასე რომ ხო მაგ კითხვაზე პასუხი ჩემი მარტივია ძალიან. ისევ იგივენაირ სტილში უნდა გავცე პასუხი რაც წინა იმაზე რა, ანუ კაცმა არის ის რა იქნებოდა, თუმცა კი რაც უფრო ადრე დაიწყებდი საკუთარის კეთებას და რაც უფრო ადრე ოლინ შეხვიდოდი და ამ ენერგიას, ცოდნას, შრომას და რაღაცა რავი, ცეცხლს შეუნთებდი შენ საკუთარ საქმეს, მით უფრო მალე, მით უფრო გაიზრდებოდა იმის ალბათობა, რომ საკუთარი ყოფილიყო დიდი და ამავე დროს ბიზნესს აქვს თავისი რისკი და ანუ ამავე დროს იზრდებოდა ალბათობა იმისა, რომ ამ წუთას მშიერი ყოფილიყავი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც არ გამოგივიდეს რა. და იქ როდის იქნება ეგ როცა გამოვა და როცა გადალახავ თას იქ მაგით ვარ რთული საქმე, ამიტომ კი, ანუ შეიძლება უფრო მნიშვნელოვნად ფინანსურად დამოუკიდებელი და საკუთარი ბიზნესის და შეიძლება დიდი ბიზნესის მფლობელიც ყოფილიყავი და ამავე დროს შეიძლება რამოდენიმეჯერ გაბანკროტებულიც ყოფილიყავი რა. ანუ მეწარმეობას ეგ ორი მხარე აქვს მედალს რა. კორპორატიულში ნაკლებად სავარაუდოა რომ გაბანკროტდე, შეიძლება გაგაგდონ, მაგრამ გაბანკროტების ალბათობა ნაკლები არის რა. იმას თავისი მეორე მხარე აქვს. ამას მეორე მხარე ის აქვს, რომ შეიძლება უბრალოდ საერთოდ ყველაფერი გაგაკიდინოს, იმიტომ რომ ბოლომდე იყო გადართული. ამიტომ აი კაცმა არ იცის რა. ხო, ბუბლ შენ სწორი რამე ახსენე რა, ეგ არის აუცილებლად გასათვალისწინებელი რა, რომ კი ბატონო შეიძლება არ გაბანკროტდე, მაგრამ გაგდება ამ შემთხვევაში იგი გაგდება რა, ну, დაკარგვა სამსახურის ამ შემთხვევაში გაბანკროტების ტოლფასი რამ არის, ხო? ანუ ინდივიდისთვის ხომობ რა, ინდივიდზე ვლაპარაკობ რა. არ ვიცი. ხო, ну, ასე რომ ეგ რისკი თუ ვინმე მაგ კუთხით აფასებს, ეგ რისკიც გასათვალისწინებელია რა, ქემაინც საკუთარ საქმეში ერთმნიშვნელოვნად დღევანდელი გამოსახი. მინიმუმ ვერ გაგაგდებ. ერთმნიშვნელოვნად დღევანდელი გამოსახი და მე ყველა ვარიანტში ვიძახი რომ რაღაცა მომენტში საკუთარზე. ნახე, როგორ რაღაცას გულისხმობ, როდესაც შენ კარიერას აწვევი და ბოლომდე შედიხარ კარიერაში, ასევე გულისხმობ იმას, რომ საბოლოო ჯამში უმიზნებ საჯარო კომპანიებს და მსხვილ დიდ კომპანიებს რა. ანუ როდესაც ახლა შენ პირობითად ვიძახი იგივე, მოდი ვთქვა, საფონდო ბირჟაზე აქციებით მოვაჭრე კომპანიის CEO ხარ, ფაქტიურად ფლობელივით ხარ, ანუ შენი ავტონომია ფაქტიურად ეგრეა რა, ანუ ანგარიშვალდებული ხარ ბორცთან, რომელიც რავი შენი ბიზნესის თუ დიდი გახდება, საბოლოო ჯამში კარგი იქნება თუ ბორდი გექნება, თუ ზოგადად ადამიანს ჭირდება ვიღაცა ვისაც არის ანგარიშვალდებული, იმიტომ რომ თვითკონტროლის მექანიზმი ეგეთი კარგი არ აქვს რა. ხო და მაგაც თითქოს ეგეც როგორ ხდება, იცით, თან მე ამ ხელა ამ ორგანიზაციების CEO-ებს და top management-ს ანაზღაურება აქვთ ხოლმე უდიდესი ნაწილი აქციებით რა. ანუ რაღაც დონეზე პატარა მფლობელებიც არიან და შესაბამისად მათ აქტივებს აგენერირებენ ისინი, რომლებიც დროთა განმავლობაში ღირებულებაში იზრდება. ამიტომ ძალიან გავს ბიზნეს მფლობელობას საჯარო კომპანიის top management-ი. ძალიან გავს. მაგრამ რას გულისხმობ ისე რომ
მე არ მემეტება ყოველ შემთხვევაში დღევანდელი განმოსახედიდან ცხოვრება საშუალო პატარა კომპანიაში საშუალო მენეჯერობის პოტენციალად აღების რა, ანუ არ მემეტება რა, ამიტომ ან საკუთარი საშუალო თუ არის საკუთარი იყოს მაშინ რა ვიცი, პატარა თუ არის საკუთარი იყოს რა, რაღა სხვისი პატარა იყოს და თუ სხვისი არის, მოდი მაშინ დიდი იყოს რა და ბევრად უფრო დიდი გავლენის მქონე კომპანია იყოს და ამიტომ ხო, რავი, კი, ან საკუთარი, ან საკუთართან მიახლოებული დიდი დღევანდელი განმოსახედიდან ჩემი რა არის ყველაზე რთული ამ გადაწყვეტილებაში და როგორია გონებრივი ტრანსფორმაციის გზა ყოველდღიური სამუშაო პროცესიდან, როდესაც ხარ აღმასრულებელი მენეჯერი და უცებ გაქვს დიდი თავისუფლება და რა ეტაპებს გადის, სანამ საბოლოოდ ჩამოეხსნები ამ კორპორაციულ პროცესებს. ანუ გადაწყვეტილებაში იგულისხმება, რომ ტოვებ კორპორაციულ სამყაროს, სავარაუდოდ ამას გულისხმობს ჩვენი კითხვის ავტორი და კორპორაციულ სამყაროს ტოვებ და როგორ, ასე ვთქვათ, როგორ იღებ ყოველდღიურობას, როდესაც არ ხარ კორპორაციული სამყაროს წევრი და გაქვს უფრო მეტი თავისუფლება და ხარ დამოკიდებული შენს to-do list-ზე და შენს, ასე ვთქვათ, შენს პროექტზე. და ეს გონებრივი ტრანსფორმაცია როგორია? ხო, და ესეთი კარგი და საინტერესო კითხვა ერთის ხრივ რა. რასაც კორპორატიულ სამყაროს ვეძახით, ახლა ლევანი საუბრობდა რა, კორპორატიულ სამყაროში გულისხმობთ რაღაც, მაქსიმალურად ინსტიტუციონალიზირებულ მეწარმეობას, ხო, მაგას ვეძახით რეალურად კორპორატიულ სამყაროს რა. ხო, და დიდი ზომის ორგანიზაციებს რა. კი, ხო, აქეთ გულისხმობთ უფრო მეტად მეწარმეობის ეტაპზე მყოფ ორგანიზაციებს რა. ტვინწყობა, ხო, არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში რთული ამბავი იქნება ეგ რა, მე მიჭირს რაღაც მაგის ფორმულირება. ერთ-ერთი რამე რაც შემილია ვთქვა, ანუ აი რა დაკვირვებაც მაქვს რა, ეს კორპორაციული სამყარო ჩემთვის უფრო ჩანს როგორც ჩვენ ტვინწყობა და ანუ ეს მეწარმეობა დავარქვათ ამას, მცირე მეწარმეობა ჩანს როგორც მეტვინწყობა რა, აი ეს შთაბეჭდება მაქვს ჯერჯერობით ეხლა რასაც უყურებ რა, ისევ და ისევ ზომიდან გამომდინარე ფიზიკურად რა, აი ეგ არის მე რასაც უყურებ თავარი ტრანსფორმაცია ტვინწყობაში რა. რა თქმა უნდა, ხო, როგორც აქამდეც ვისაუბრეთ, რასაკვირველში ძალიან ბევრი სისტემა სვის მიერ არის გაკეთებული და კორპორაციულ სამყაროში ხეირობ მაგითი, რომ სვის მიერ გაკეთებული სისტემებით ისე თითქოს ეგ არის მოცემულობა ცხოვრობ. მცირე ბიზნესებში ეგრე არ არის, ეს სისტემები ასაწყობია. ეგეთი სხვაობები ძალიან ბევრია თავისთავად ხადია, მაგრამ აი ტვინწყობის დონეზე, ტრანსფორმაციის დონეზე რო ვთქვათ, მაინც უფრო ამას ვიტყოდი რა, აი ჩვენ ტვინწყობა და მეტვინწყობის ეს არის დუეტი. სუის მახსენდება რა თემური მამა ჩვენი რომ ტელეფონები დამოდით მეტი არაფერი არ მინდას რომ ხუმრობდა ხო ის მინისტრობიდან წამოსული თუ რაღაც ეგეთი ან რაღაცა თავის მეგობარს სამსახურზე ელაპარაკებოდა და კერძო ბიზნესი ჰქონდა იმას რა გინდაო თუ რაღაცა ისე უნებოდა და ის რაღაცა ყოველთვის რაღაცა სახელმწიფო სამსახურებში ნასი არ ვისად ნავალი იყო ასე ვთქვათ და არაფერი არ მინდა 2-4 წუთზე ტელეფონები დამედით ბევრია რა ანუ ეს ტელეფონები იმ თაობის მაშინ კომპიუტერები არ იყო დიდი თანამდებობა ბევრ ტელეფონს ნიშნავდა რა გედგა იქა ხო და წითელი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი რას გულისხმობ იცი რომ ანუ ადრე მახსოვს ეგეთ რაღაცა დავაფიქსირე რა რომ საქართველოს ბანკში რო ვიყავი, მაგალითად Excel-თან ძალიან აქტიური ურთიერთობა მქონდა რა და მუშაობდი მე თვითონ ბევრს, ანუ ჩემი ხელის კაკუნით რაღაცები კეთდებოდა Excel-შიც, Word-შიც, რაღაცა პროექტები იქნებოდა რა. გალფში რო გადავედი, მე ცოტა უფრო მეტად შემცირდა, თუმცა იქაც რაღაცა ჩასწორებები იყო საჭირო, Excel-ი უნდა გამეხსნა, რაღაც უნდა მექნა ის, უნდა რაღაცა პრეზენტაცია უნდა ამეწყო რა. სოკაში რო გადავედი, მე ვხედავდი, რომ enable editing-საც აღარ ვაჭერ დაჟეთქო რა, ანუ უბრალოდ ეს შეასწორე და გავედა ხო. ეხა იმაზე ქვევით ჩამოვედი ვიდრე საქართველოს ეხა საერთოდ ყველაფერი editing-ი კი არა ყველაფერი საკეთებელი არის რა და ანუ იქ არის პირველი რაც გამიჭირდა და ეხაც მიჭირს რა რომ
უცი შენი უნარი რომ რაღაცა გუნდის დაკომპლექტება არის და ამ გუნდთან რაღაც კი ანუ იქ მე უკარო გადმოდის რთულდება რა ანუ შენი ბევრად მოიმატა შენი თკეთება შესაძლოა მან გაჩნდა ისიც რომ თურმე ეს სისტემები იქ რო იყო ესე უბრალოდ არ არის სისტემები ასაწყობია რა მათ შორის ანგარიშვალდებულების სისტემა სამ მაგას სისტემა ჭირდება რა კორპორაციულ სამყაროში გინდა არ გინდა მოდიხარ ამას მუშაობთ ამ დროს ოფისი გაქვს. ეგ ყველაფერი სისტემის ნაწილი არის რა. გინდა არ გინდა ვიღაცა ყავს რომელიც გეუნება აბა ამაზე რა ხდება და შენ ეუნები ვიღაცას აბა ამაზე რა ხდება და ეს რაღაცა ცუდი თუ კარგი ჯაჭვი არის ანგარიშვალდებულების და აქ თუ ეს შენ არ ააწყე არ არის ანგარიშვალდებულება რა. უბრალოდ არ არის. შენი ასაწყობი არის რა და ეგ რთული არის რა და ამ ტვინწყობის გადაწყობაც მაგაზე ხდება რა რომ ყველაფერი გააკეთე. შენი საკეთებელია რა. უბრალოდ და მათ შორის თუ ვერაკეთებ, მოსაძებნია ვინ შეიძლება რომ დაგეხმაროს რომ გააკეთოს რა. ეგ ამბავი არის და რა იყო კითხვაში? ეგ იყო რა არისო? იყო ყველაზე რთული რა იყო ამ ყველაზე რთული ნაწილი ეგ და მეორე რთული რაც არის ის რომ გეშინია რა, იმიტომ რომ ანუ ფული აღარ არის გარანტირებული. ახლა მე ცოტა ისე გამოდის არა ვარ სრულად წამოსული კორპორატული სამყაროდან, ამიტომ მაგა უსაფრთხოებაში ვარ ისე, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს და ანუ რა ვთქვი, უსაფრთხოებას ნაწილი ქრება რა. ანუ თვითონ ამ პროექტის სიცოცხლის უნარიანობის შემოსავალიც გარანტირებული არ არის რა. ანუ სულ სამუშაო არის იმაზე, რომ რავი, კაცმა არის ის ხვალდაზეგ შენ გადაიხდი თუ არა, ან გექნება თუ არა თანხა იმისი, რომ თუნდაც ეპიზოდი ჩაწერო რა. იმიტომ რომ ხელფასივით არაფერი არ აქვს აქ. აღარ აქვს, კი აღარ არის, ფაფუ გათავდა მორჩა. საშუალებელი არის, ყველა კაპიკს დაძდევ რა. მათ შორის დაზოგვის უნარების წამოწია მეტით. ანუ მე ცოტა უფრო მეტად ხელგაშლილი მენეჯერი ვიყავი რა. არ მჯერა ფინანსური მენეჯერი და ხელგაშლილი. კი, არ ვიყავი მე ის რომელიც დავზევდი წვრილ ხარჯებს რა. ესეთ ეპიზოდშიც ვარ მონაყოლი რა. ანუ ოფისში ყავა დავზოგო 8 მილიონი მაგლიებიდაზე და რა ყავის დაზოგვა მინდა რა. არ მიმაჩნდა რომ სწორი იყო ეგ ამბავი და აქ ყავა კი არა, რა ვიცი მე. იმას უზოგავდი. სამაგიეროდ მაიკები გავაკეთეთ, ხმა არ ამოუღია ნაკეთად. იაბად. ჩვენიერი მაისურები დავამზადეთ. ეგ არა. Bubblehead-ის პროექტის ამბავი იწყება ბიზნესის გულით. კი. და მინდა რომ ახლა ესეთი შეკითხვა დავსვა, რა იყო ის გარდამტეხი მომენტი თქვენთვის, როდესაც აირჩიეთ ციფრული არხებით კომუნიკაციის დაწყება და ღირებულების გაცემა უკვე ჩვენი აუდიტორიისთვის. და რას ურჩევდით, აქვე ვიტყვი, იმ ადამიანებს, ვისაც ეშინია სოცქსელებში აქტიურობის და აფერხებს ეგრეთ წოდებული რას იტყვიან სხვები და განსაკუთრებით იმ ზეწოლს როგორ შეიძლება რომ გავუმკლავდეს ადამიანი, რაც პერსონალურ ბრენდინგს ახლავს თან. მუკრიდა რომ დავიწყო რა, რას იფიქრება სხვები ერთი მაგათიც რა, ანუ არ დაილევა ეგ. ერთი ცხოვრება გაქვს. და ცოდვა ეს ცხოვრება რო შეალიო სხვის აზრს. უბრალოდ ცოდვა რა. არ დაილევა სოციმედიაში განსაკუთრებით ადამიანი, რომელსაც არ დაეზარება და რაც სისულელეს გეტყვის. და გახსოვდეთ, რომ ეგ ადამიანი ამ სისულელეს თქვენ არ გეუბნება, როგორც წესი მას თავისი უამრავი პრობლემა აქვს და არ იცის სად რა მაშინ გაუშვას ეს თავისი რაღაც. ეგ ერთი მეორე. აიღე ტელეფონი, გადაიღე, ჩაწერე, დადე. მე გაიგებ რა, ანუ მადაჭამაში მოდის ამბავი არის. რამ გადამაწყვეტი და ციფრული არხი და სხვა რა არხი უნდა გადავწყვეტო, რომ ეხა დღეს არც ვიცი ეგ ერთი, მეორე ესეთი მზარდი ეკოსისტემა არის, რომ მე მგონი მაინდა-მაინც კრეატიული გადაწყვეტილება არ არის, სხვა მე მგონი საკმაოდ რაციონალური ლოგიკური გადაწყვეტილება, საკმაოდ რაციონალური ლოგიკური გადაწყვეტილება არის და მეგეთ მე ვთქვი მე თქვა მე ბიუჯეტი მე ძალიან დიდი ხანია მინდოდა პოდკასტი გაკეთება და ძალიან ბევრი მიზეზი გამოვნახი კი არა და ბოლოს უკვე აი ხო აჰა და გავაკეთებ რა მოდი რა გავაკეთოთ მინდა. კითხვის პირველ ნაწილზე რაც ლევან მოპოს სხვა ეგეთი აზრი მომივიდა რა პრინციპში რა. თუ მიზანი რა მიზნითაც გინდა ამ საქმიანობით დაკავდე რა არ ფუჭდება უკავშირით რომელსაც შენ მიიღებ სოციალურ ქსელში
მაშინ რა მნიშვნელობა აქვს როგორია უკავშირი? ანუ თუ მიზნისკენ გზა ისევ ისე არსებობს და ისევ ისე მიდიხარ იმ მიზნისკენ, ანუ მიზანი თუ უფრო მაღლა დგას, ვიდრე უკავშირი სოციალურ ქსელში, მაშინ პასუხიც ნათელია, ხო? აწვევი მიზანს რა. თუ ისე გზნობ თავს, რომ უკავშირი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი მიზანი, მაშინ უბრალოდ კითხვა მაქვს რა, ანუ ესე იგი მიზანი არ არის არჩეული საკმარისად წონიანი, იმიტომ რომ რა ვიცი ხა სხვისი აზრი თუ წონის საკუთარ მიზანს, იმ სხვისას არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ მიზანი არ არის ესე იგი საკმაოდ წონიანი რა, ეგრე მგონია მე, თორე ხა მესმის აბსოლუტურად რას ამბობთ, კი, კარგი უკავშირი გვაქვს, თუმცა ჩვენ შეგვხვედრია არაერთი. ხო, არაერთი ისეთი უკავშირი რა, ეხლა დიდად რო შეიძლება გულზე არ მოგეფინოს, მაგრამ მე პირადად ვცდილობ მანდაც პოზიტივი დავინახო, გახსოვდეთ, რომ ალგორითმი მუშაობს ეგრე, რაც უფრო მეტია engagement-ი, მით უფრო ანუ ჩართულობა, მათ შორის კომენტარები, მით უფრო გაიქაჩება თქვენი ვიდეო, ასე რომ შეგიძლიათ ეს შეხედოთ. აი, უკავშირი არის ჯილდო ერთი კუთხით რა. რაზე გიბრუნებენ უკავშირს? ანუ თუ ის შინაარსი, რაც შენ გადმოეცი, იმაზე ან ვერ გაიგო, ან ჩაკითხვა არის, ან საწინააღმდეგო აზრი ითქვა, ღირებული არის, უნდა მოусმინო, უნდა ნახო, იმიტომ რომ გეხმარება შენ ამ შენ მიზნის გენსვლაში, იმიტომ რომ ასნაირად იზრდები. თუ უკავშირი შეეხო შენ პერსონალურ თვითგამოხატვის სტილს, ჩაცმულობას, ვიზუალს, ან რამეს, მაგას უბრალოდ არ შეალიო შენი დრო, იმიტომ რომ არავის მაგიზე შენ ხარ რა, შენ პირიქით როგორი რაც ხარ ეგ უნდა იყო, ეგ არის პირველი რჩევა პერსონალურ ბრენდინგში, ალბათ მაგაზე კაი რჩევა არაფერი არ იქნება. თუ უკავშირი წამოვიდა იმისკენ რომ რაღაცა იუმორით შეხედეს, მან საერთოდ პირიქით რა, კიდე უფრო დიდი საჩუქარი არის იუმორს რაჯობია, კაცო რა, ანუ აიგა რა, ზეი დაიმსახურე გაშარჟება, რაც ძალიან მაგარია. არ დადგება დრო, როდესაც შენი ტვინი, რაც არ უნდა, აი არ დადგება დრო, როცა შენი ტვინი არ გეტყვის, რომ ეს არ ქნა, რა სიტყვიან, არ გცხვენია, არ დადგება ეგ დრო უბრალოდ რა. შეიძლება ხმამ დაიწიოს, იმიტომ რომ დიდი ბევრჯერ აქვს გაკეთებული და უკვე მიჩვეული ხარ, მაგრამ სუ იქნება ეგ რა მაინც რა. ო, სხვათა შორის. დღემდე ყველა ვიდეოს დადების წინ მაქვს ეგ. ანუ მე რამდენი ვიდეო დევს უკვე ერთი წელია Instagram-ზე, რავი, სუ დევს ხო ვიდეოები. მე რო ვდებ, ეხა ჩემ პირადი არხზე რო დავიწყე ცოტა მეტი აქტიურობა, ყველა ჯერზე ეგ მაქვს, რომ ნეტა სიმართლეს ვიცი, რა სიტყვა. ვაიმე, რა. ოკეი რა. იტყვიან რა, რავი. არაფერი. მეც ანა მოვიდოდი, აქ ვფიქრობდი, როგორ გამომივა და ხო ის პატარ-პატარა ხმები რო დაგწევს, რომ ეხლა ამას რო იტყვი, ამაზე კომენტარს დაგიწერენ, ეს არ მოეწონება და მე ამ დროს სულ მახსენდება ხოლმე თემურის, ანუ თემურ ბიძა ჩემია ბიჭების მამა, თემურის ვალიდაცია, რომელიც სულ ზურგად დამყვება რა. მახსოვს ერთხელ მითხრა ყოველთვის შეგიძლია გააკეთო ის რაც შენ გინდა, მთავარია შენს ღირებულებებს არ ღალატობდეო. და ერთი რამე იცოდე, რომ შენი ოჯახი შენს ზურგს გიმაგრებსო და ეს არის ჩემთვის იმხელა ვალიდაცია და იმხელა ძალა, რომ ყველა ჯერზე როცა სადღაც მივდივარ და ვღელავ, იმიტომ რომ ეს ალბათ ბუნებრივი არის და ვღელავ სხვა რას იტყვის ამ თემაზეც და ეს ნაწილიც ბუნებრივია შემოდის ხოლმე, მაგრამ მახსენდება, რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მე მანჯებს სიამოვნებას, ჩემი ღირებულებად სისტემის ფარგლებში და ჩემი ოჯახი მე მხარს მიჭერს. ზუსტად. რაღაცნაირად უფრო მაძლიერებს ეს. ეხლა საუბრობდით ჩვენ რაღაც კორპორაციულ გამოცდილებაზე, საუბრობდით რაღაც როგორც ჩვენ ბალბჰედების პროექტის ასე ვთქვათ გარშემოც ვისაუბრეთ. თქვენ მსმენელი გიცნობთ უკვე ერთი წლის განმავლობაში, მათი ეს შეკითხვებიც უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენი აზრი და თქვენი გამოცდილება რაღაცა ნაწილისთვის არის მნიშვნელოვანი და აქ უფრო მინდა რომ შევახოთ თქვენს პირად უნარჩვევებს. მაგალითად, როგორც არის, როგორ შეიძლება დაამარცხოთ და როგორ ამარცხებთ თქვენს სიზარმაცეს. ამარცხებ შენ? მე ნახე, გააჩნია რა სიძახი სიზარმაცეს რა, ანუ სიზარმაცის შეგრძნება თუ სიზარმაცის დამარცხებას ვეძახით, რომ სიზარმაცის შეგრძნება აღარ მოვა, ეგ არის ილუზია რა, სიზარმაცის შეგრძნება ყოველთვის მოვა. ერთადერთი გზა რომ სიზარმაცე დაამარცხო არის ჩემთვის ერთადერთი გზა ხმა მაგალითად თქვა. მე რა მეხმარება სიზარმაცის დამარცხებაში. არის რომ რაღაცა მიზანი, ტასკი იქნება თუ რა, რაღაცის გაკეთება მინდა. შეიძლება ეს რაღაცის გაკეთება რაც მინდა არის დიდი.
თუ არ დავაპატარავე ეგ პატარა ნაკუწებად, ძალიან შემაშინებელი საქმე არის ხოლმე და როგორც წესი გაურბივარ მაგას. და ვიფიქრებ რამე სხვა საქმეს, ასთავარია დაკავებულად ვაჩვენებ ხოლმე თავს რა, რამე სხვა რამეს გავაკეთებ, რომ დაკავებული ვარ, კაცო, ესეთ უბრალოდ კი არ ვზივარ, მაგრამ იმას მაინც არ ვეკარებ დიდს რაღაც. ამიტომ მეხმარება ხოლმე დაშლა რა. მე ძალიან მეხმარება კალენდარში დროის გამოყოფა. ანუ როგორც შეხვედრას რო ჩააგდებ და მეურს ურჩევ რომ გამოიყერო მე მიშველა და ესეც ხვებსაც უშველის. ანუ შეხვედრა რო კალენდარში ჩაგდებული ვარ, თქვა პირველიდან 2 საათამდე ხვდები ვიღაცას. ხო მიდიხარ იმ შეხვედრაზე. ხო ჯდები. ხო ხარ მაინც ფიზიკურად. ხო და საქმესაც ეგრე მიუდექი რა, რაღაც წასაკითხი მაგ ეს კალენდარში 1 საათი და დაჯექი მაგისტვის. და ალბათობა რომ გააკეთო ბევრად დიდია, ვიდრე უბრალოდ to-do list-ში რო ჩაწერო რა. და მარტო ეგ მაგას დაუთმე ის დრო, ანუ მეტი სხვა არაფერს არ დაუთმო ეგ დრო რა. ცნობიერად აკეთო ეგ აი შეხვედრასავით მოებყა. ეგ მეხმარება სიზარმაცის და კიდე ზოგადად არაფრის კეთება არ მიყვარს სა. ვერ ჩერდები. ხო და არ ვიცი. დიდათ არ ვეძახავ სარმაცს. პროკრასტინაცია უფრო მიყვარს ხოლმე სხვა საქმეების კეთება იმის მაგივრად ვიდრე რაც გასაკეთებელი არის, თუმცა ის რო არაფერს არ ვაკეთებდი, ეგ იშვიათად. ხო, აი ხაჩურის აი მნიშვნელოვანი განსხვავება, მე ძალიან მიყვარს არაფრის კეთება. ალბათ ჩემპიონი ვარ არაფრის კეთებაში და აქვე ვიტყვი რომ მე სიზარმაცეს არ ვეჭიდავები და არ ვებრზვი, როცა რაღაცა მეზარება და მორჩა. არა ეს ნახევრად ხუმრობით ერთს დავამატებდი რომ ლევან ვარა ჩამოთვალა მართლა ძალიან ბევრი კარგი ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც სხვადასხვა არხიდან, მათ შორის აი ამ წიგნებიდან, რომელსაც ჩვენს კრებულებშიც მაგ დანიშნულებით შეგვყავს, რომ დაეხმაროს ადამიანებს ეფექტიანად გაატაროს დრო, ეგ ერთი, მაგრამ მეორე არის მე რა კითხვასაც უსვამ პირადად ჩემ თავს რა და მგონია რომ მნიშვნელოვანი კითხვა არა. მეზარება თუ არ მინდა, იმიტომ რომ ეგ ძალიან დიდი სხვაობაა რა, ანუ ხშირად არ გვინდა ხოლმე და ლამაზად ვამბობთ რომ გვეზარება რა. მე მაგალითად არ მინდა ვარჯიში, კი არ მეზარება, არ მინდა რა და ამიტომ კი არ ვინდომებ რა, ანუ ოფიციალურად ვაიზულებ ჩემ თავს რომ მივარჯიშოს, ანუ აი ძალდატანებით ვარ დაკავებული რა, იმიტომ რომ არ მინდა და მომკალი რა, არ დამდგარა ეგეთი მომენტი ჩემ ცხოვრებაში რომ მინდოდეს ვარჯიში. სიზარმაზე კიდე სხვა რაღაცაა რა, ესე თემაა რა, არ ვარ ეხა ხასიათზე, არ ვარ ეხა როგორც გადათარგმნეს სვლაზე, ეგ კიდე სხვა რაღაცაა, მაგრამ გააჩნია მოკლედ სიზარმაცისთვის ძალიან კარგი ხერხები არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ გამოძვრეთ მაგ მდგომარეობიდან, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ დააიდენტიფიციროთ გეზარებათ თუ უბრალოდ არ გინდათ. და რაც არ გინდათ იმის კეთებაზე კიდე ცალკე უნდა იფიქროთ, საერთოდ ღირს იმის კეთება, რაც არ გინდათ თუ არ ღირს. როგორ ამაკ ისე მე ნახე რაღაცები არის რაც რაღაცები რომელსაც გზელვადიანი შედეგი აქვს და არა აქვს მოკლევადაში უკუგება. ის როგორც ასე ჩვენ twins არ უნდა და ეზარება ხოლმე რა, როგორც წესი ეგ. ამიტომ ეგრე უყურებ ხოლმე რა, როცა რაღაცა გეზარება და არ გინდა ვფიქრობ ხოლმე ეგეთ რაღაცას, რომ ამას გზელვადაში რამხელა უკუგება არა. და ეხა თუ არ გავაკეთე, ხვალ ვინანებ თუ არა. ანუ მე ვარჯიშზე ვარგითი შემიყვარდა მე ვარჯიში და მე უკვე ჩავარდი ამ ისეთ სლაში თუ რაც ქვია, არ ვიცი. ფლოუში ასე ვთქვათ, რომ მაგალითად დავამატე კიდე ხა 2 დღე რა, ანუ 3 დღე რო ვარჯიშობ, ხა 5 დღე. რატომ? იმიტომ რომ გზელვადაში უკუგება და უკვე დაიწყო, გამოჩნდა, დაიწყო იმ შედეგის მოტანა, რაც უნდა მოეტანა. და რო არ ვაკეთებ, უფრო ცუდად იყო რა, მაგრამ მოკლევადას მაგას არა აქვს რა, ამიტომ ეგ როგორც ესე არ გინდა ხოლმე. თუ არა აქვს, იმ წუთში არ მოაქვს არაფერი ეფექტი რა. იგრე არის ბევრი სხვა რაღაცა. ამიტომ მე ყურადღებით ვიქნებოდი არ მინდასთანაც და სიზარმაცესთანაც. ყურადღებით ვიქნებოდი, იმიტომ რომ რას ნიშნავს არ გინდა. არ გინდა, იმიტომ რომ არაკომფორტულია, თუ არ გინდა ის რაც მაგ ქმედებას მოაქვს. იმიტომ თუ კარგად დავფიქრდებით, ხშირად ის რაც მაგ ქმედებას მოაქვს, ყველას გვინდა. კარგი ტანი გინდა? კი. ვარჯიში უნდა მაგას რა, ანუ ვარჯიში არ გინდა, იმიტომ რომ არაკომფორტული არის. არაკომფორტული არავის არაფერი არ უნდა, არ და არ არის ადამიანი დედამიწაზე, რომელიც არაკომფორტული მინდა რამე. არა, უბრალოდ იმას ამჯობინებს, რაც
იმ შედეგს ამჯობინებს, ურჩევნია ამ დისკომფორტში გაიაროს, რომ მე ის შედეგი მიიღოს რა, როგორც რავი. ნებისმიერ სხვა რაღაცას მოყვება დისკომფორტები. კარგი ქედი ძალიან როერე განმარტე, იმიტომ რომ ეგ იყო მიზანი კითხვის რა, რომ დაფიქრდე, შეიძლება აღმოჩნდეს რომ გინდა, ოღონდ ამ წამს არა და ეგ სხვა რაღაცაა. ხო, მაგიტო გავმარტე. ხო, და მაგიტო გითხარი, კარგი ქენი თქო რა, თუ ბოლომდე გახვედი ისე რომ არ მინდა კარგი ტანი, მაგ თემამდე თუ მოხდი, მაგალითად მე პირადად არ მინდა კარგი ტანი. ჯანმრთელობა ტანი მნიშვნელობა არა გაგინდა თქვი. ვახ, მაგიტო გეუნები, მეორე საკითხია, ჯანმრთელობა სიარული გინდა? და ოკეი, მე უკვე სხვაგან მაგის თქმა მინდოდა. ანუ კარგი ტანი არ არის ჩემთვის мотиваცია იმისათვის, რომ ვივარჯიშო, ვაფშე არ მადარდებს კარგი ტანი რა. მაგრამ სიარული უკვე ძვირი ჯდება რა, არ წასვლა, ამიტომ ერთ ადგილს წევ და მივდივარ რა. ხანდახან ვასწრენ ხოლმე, მაგრამ ხო მაინც წევ და მივდივარ. მაგის თქმა მინდოდა რა, რომ მნიშვნელოვანია რომ რა არ გინდა გაიგო. ხო, მონდომების წერტილი მოძებნო რა, სადაც უბრალოდ აღმოჩნდება რომ გინდა სინამდვილეში. და როცა რაღაც არ გამოგდის, მაგრამ ეს რაღაც ძალიან აუცილებელი არის იმ სფეროში, სადაც შენ ხარ, როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ ეს შეასრულოს და შეიყვაროს. აკეთოს. უბრალოდ რუტინულად აკეთოს. აი, არ გამოგდის რაღაცას არ გაიკეთებია რა. ანუ არ ყოველთვის რაღაცა თავიდან არ გამოგდის. ან თუ პირველივე ჯერზე გამოგივიდა, როგორც წესი გაგიმართლა რა. ანუ გამოგდის თუ ზედიზედ რამოდენიმე ჯერ აკეთებ რა. ამიტომ რო არ გამოგდის ბუნებრივი რაღაცა, ერთი არის ნიშანი იმის, რომ რაღაცა ახალს აკეთებ. და ამიტომ, რავი, კიდე გააკეთე რა. ვიღაცას კითხე, ვინცაც გამოსდის და კითხე როგორ აკეთებს და თხოვე რომ გასწავლოს. YouTube-ზე ვიდეო ნახე, წიგნი წაიკითხე, ცადე, მაგრამ აკეთე რა. და თან თუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რაც საქმისთვის, მაშინ მით უმეტესად უნდა ისწავლო, რავი. მაშინ საქმე გაფუჭდება რა. და ხო, თავიდან არ გამოგივა რა, მაგრამ იქ ხო არაფერს ნიშანი არ არის პირიქით. რავი. კიდე და ბოლოს გამოგივა რა. ბავშვის სიარული არის კარგი მაგალითი რა. ხო არ გამოსდის პირველ ჯერზე და არ გამოსდის კიდე 28 ჯერზე და წარმოიდგინე რომ უცებ თქვას რომ არ გამომივიდა და დავიკიდებ, აღარ ვეცდები რა. აბსურდია ხო? ანუ არ გამომდის თუ არგუმენტია იმისი რომ არ გააკეთო, ნუ ეგ უბრალოდ შეუძლებელია გამოგივიდეს პირველად თუ აკეთებ, მარტო ლევანისკის არ იყოს, შეიძლება რავი დარტი ეხა მე ვისროლ და გავარტყა იმაში, რა ქვია, წითელში თუ რაც ქვია მაგას გულში, მაგრამ ეგ ყვანშავს რომ გამომდის დარტის როლა არა. ანუ ეგ სხვა რაღაც არ გამომდის ზუსტად გონია რომ ისეთია. არა ვალიდური მიზეზია არკეტების რა. ხო, შეიძლება რაღაც არ გამოგდიოდეს, მაგრამ სხვა რამე გამოგდიოდეს, თქვათ რა, ეხლა ცოტა კომპლექსურად რო შევხედოთ ამავე დროს რა, ანუ თუ საქმისთვის მნიშვნელოვანია, ან შენ უნდა ისწავლო, ან ვიღაცა სხვა უნდა გააკეთოს რა. მათ შორის შეიძლება იქირავ ვიღაცა და სხვა გააკეთოს და შენ არ შეიწუხო თავიბაზე რომ გამოგივიდეს საერთოდ. თუმცა თუ გინდა რომ გამოგივიდეს, ანუ არ გამოგდის და გინდა რომ გამოგივიდეს, ნუ მაგის აუცილებელი პირობა არის რომ ააკეთო რა. შეიძლება თეორიას ნახო და მე აკეთო, მაგრამ კეთებას ვერ აცდები რა. ეგ ამბობს მოტოციკლს რო ატარებდი მახსოვს, მაგრამ დამეხმარა YouTube ვიდეო რა, ხო რა უცნაური არის. ხო, იმიტომ რომ პრინციპი გავიგე, საჭირო როგორ უხვევს რა, თეორიული პრინციპი. მაგრამ მე უნდა დავჯექი მე მოტოციკლებზე და გავაკეთე იგივე. და რო გავაკეთე და პრაქტიკაში რო იმუშავა, მე უკვე ხუც იმახსოვრებ რა და რავი, არც მე არ გამომდიოდა რა თავიდან რაღაცები და ვაკეთებ. ეხაც არ გამომდის ძალიან ბევრი რაღაცა. მაგრამ ხო, თუმცა რაღაცები როგორც მაგალითად სიმღერა არ გამომდის, ცადე, ბევრჯერ უცადე, არ გამომდის და შევეშვი. ეგეთ შემთხვევებს არის. ამიტომ არ იმღერე და ამიტომ ხო, ამიტომ მე მაინც ვიმღერე რა. და მაინც ვიმღერებ, ვაფშე არ მადარდებს ეგ რა. და აქ ველოდები თათოს კომენტარს სიმღერას. არა, engagement-ი გაიზრდება. ჩართულობა. ერთი ყველაზე დიდი შეცდომა დროის მენეჯმენტში, რაც თქვენ ცხოვრებაში გიპოვიათ, აღმოგიფხვრიათ და რის შემდეგაც თქვენი შედეგები რადიკალურად შეიცვალა, თუ გქონიათ ასეთი მომენტი. აღმოგიფხვრია ხო მაღალი ნათქვამი არის, თუმცა რამდენი იმ მომენტში მაგას არ ვაკეთებ, იმდენი შედეგი იწერება. ეგ არის ბევრი რამის ერთად კეთების ილუზია. ყველაზე დიდი დროის ფლანგველი არის ეგრეთ წოდებული ყურადღების გამფანტველები, ანუ distraction-ები, რაც არის ინგლისურად. ანუ შენ თან ტელეფონი რო გვერდზე გიდევს, თან ეკრანზე რო გახსნილი გაქვს მეილიც, Word-იც, სადაც რაღაცა უნდა დაწერო, Google Chrome-ის 34 ტაბი, კარი ღია და ტელევიზორი ჩართულია.
დროს კი არ ფლანგა ყურადღებას ფლანგა უქვია მაგას რა თორე ხო და ანუ ყველაზე მეტი დიდი რაც აღმოაჩინე და რამდენი ვაკეთებ იმდენი საოცარი შედეგია და რამდენი არ ვაკეთებ იმდენი იფლანგება არის ეგრო ყურადღების განფანტველები არის ბევრი გარშემო დავეთანხმები აბსოლუტურად მაგალითს პირველ რიგში და მეც იმას ვიტყვი რომ აღმომიფხრია ძალიან ხმამაღალია რა უბრალოდ იდენტიფიცირებული მაქვს რომ ეს ფლანგავს შენ ყურადღებას და რაღაცაზე ვერ ფოკუსირდები თუ პარალელურად ამასაც უთმობ დროს მაგრამ აღმოფხრა ნამდვილად ხმამაღალი იქნება ძალიან უბრალოდ ხო ნუ ვაფიქსირებ რომ ეხა ეს არის რა ვაფიქსირებ რომ ეხა კითხვის ტემპი არის გაცილებით ნელი იმიტომ რომ პარალელურად სკროლავ ინსტაგრამს. ეგ არის თანამედროვეობის ალბათ ყველაზე დიდი ყურადღების განმხატველი რაღაცეები. აი ეგ მეხმარება რა კალენდარში დროს რო გამოვყოფ და ტელეფონს ამოვატრიალებ, გადავდებ, უჯრედს ჩავდებ, სხვა ოთახში დავდებ, ვაფშე საოცარი არის რა. და გავთიშა ყველა სხვა დანარჩენ აპლიკაციას გარდა იმისას, რაც ვაკეთებ, საოცრად სწრაფდება იზრდება პროდუქტივობა. თავიდან ჭირს, მაგრამ მე ეს ეფექტი აქვს რა. და ბოლოს გაიხედე გამოგდებ და 2 საათში იმდენი რაღაცა გააკეთე, რომ შოკში ხარ რა. უბრალოდ ეგ არის, ანუ ისევ და ისევ ეგ ცნობიერი გადაწყვეტილება, რომ გადადე ეს ყველაფერი რა. ანუ არაფერი არ მოხდება შენ თუ ტელეფონს გადადებ, არაფერი. რამე თუ მოხდება ვიღაცა დაგადგება ბოლო-ბოლო და გეტყვის რა, არაფერი არ მოხდება. გადადე. თუ ეგ საქმე მნიშვნელოვანია რა. თუ არა და ავიო. მოგეთ დრო გააქვს. ფლანგავთ უბრალოდ რა. რა არის ის, რაც ყველაზე ხშირად გაფიქრებთ, რა არის თქვენ ინტერესის სფერო? ოღონდ რომ მიპასუხოთ კითხვაზე, თქვენივე გულწრფელი და ჯერ პასუხგაუცემელი კითხვებით, რაც გაქვთ საკუთარ თავთან ან და სამყაროსთან, რომ მეც დამაფიქროთ იმაზე, რაც თქვენ გაფიქრებთ. მაგ კითხვამ მაფიქრა, ნუ როდი შემოვიდა ეგ კითხვა, ალბათ 1-2 კვირის წინ, ხო? აი 2 კვირა მაგ კითხვაზე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ აი ძალიან დამაფიქრა მაგ კითხვამ და აი აქ გზაში ვიყავი, რომ მომივიდა თავში, რომ გაუბედავ და ამ პასუხს გავცემ თქვენ, იმიტომ რომ ჯერთი სიმართლე იქნება. ნუ პირველ რიგში დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩემი ფიქრის 95% დაკავებულია ყოველდღიური საკითხებით რა, ანუ არაფერი სერიოზულში ვიზახი, არაფერი ესეთი მაღალი მატერიები არ იკავებს ჩემს გასიებულ თავს რა, ძალიან ყოველდღიური საკითხები რა. მაგრამ გულწრფელი რო ვიყო, რაც ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი დრო აქვს წაღებული და ძალიან ბევრჯერ მიფიქრი ამ საკითხზე და ახლაც ძალიან ხშირად ვფიქრობ, ესეთი უფრო მაღალი რეგისტრის საკითხებიდან, რა უხელა შესაძლებელი. მიდი. მაღალი რეგისტრის საკითხებიდან არის რამდენად იქნებოდა თუ არა და რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო რო არ არსებობდეს რელიგიები. აი ეგ არის საკითხი, თუ მაინდა-მაინც ვიღაცას აინტერესებს ესეთი მაღალი რეგისტრის ფიქრი, აი ეგ საკითხი მაფიქრებს ხოლმე. მადლობა. ურთული კითხვა არის რა. ეხა მიდი, აბა დროზე მიდი. არა, შენ დროზე პასუხი არ მაქვს მე და იმიტომ არის რთული კითხვა. პასუხი რომ მქონდეს უკვე ნათქვა მეკითხებოდა. მე მაინტერესებს ხოლმე და ხშირად მიფიქრება. აი როგორი რაღაცები მაინტერესებს, იცი? აი უცნაური ადამიანური ქცევები რა, აი მაგალითად ახლა იგივე ჩალდინის წიგნს რო კითხულობდი გავლენას რა. ეხლა ვკითხულობ ალქიმიას რორი სალდერლენდის. აი საოცარი ისტორიები არის რა, ანუ აი იქ არარაციონალური ერთი შეხედვით, მაგრამ თურმე მე რეტროსპექტივაში ძალიან გონიურული გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ რაღაც ევოლუციურად სხვა რამეზე და ემოციურად საერთოდ სხვა სტიმულები გვაქვს. იგივე რაღაცები მაინტერესებს. მათ შორის რელიგიამ და ფილოსოფიამ, იმიტომ დამაინტერესა, რომ პიტერსონმა შემიყვანა მაკეთკენ რა, ანუ სიმბოლური განმარტებები, როგორც კი დამანახა კარგად და რეალურად მეტაფორულად, როგორც კი
დავინახე რომ რამხელა სიბძნე არის და კავშირი არის ამ რეალურ ცხოვრებაში. საერთოდ სხვანაირად შემახედა რა და გივიმ რომ დასვა ეკითხა ეგრევე წამივიდა სურვილი იმისკენ რომ პასუხი გამეცა რომ მე როგორც მივხვდი და რა მომწონს ეგ თეორია რომ რეალურად ჩვენ რაღაცნაირად რელიგიის შემქმნელები ვართ. ანუ ნიშნულობა არა რელიგიური ინსტიტუციასა და რელიგიას შორის რო განასხვაო რა ანუ რა გულისხმობ ნახე მოკლედ ორგანიზაციას რო აყალიბებ და ხედვას რო ხსახავ და მისიას რო ვისახავ ფაქტიურად რელიგიურ რაღაცას აკეთებ რა ანუ რაღაცა მომავლისკენ ხედვას აყალიბებ და მე ამ მომავლის ქნილება იწყება რა ფასეულობებს რო ლაპარაკობ და სიტყვას რო იზახი რომ მე მჯერა რომ ეს სწორია და არასწორია უფრო მეტად მაგისკენ მიდის რა ანუ ჩვენ ვართ არსებები ისეთ რომელსაც უნდა გვჯეროდეს უნდა გვწამდეს და შეიძლება რელიგია და რელიგიურად ჩამოყალიბებული ღმერთი ან დოგმა ან წესჩვეულებები ჩამოვანგრიოთ მაგრამ რაღაცას აუცილებლად ავაშერებთ რა ანუ არ გამოგვივა ისეთები როგორებიც ვართ არ გამოგვივა რელიგიის გარეშე ყოფნა იმიტომ რომ კაპიტალიზმის რელიგია არის მარქსიზმის რელიგია არის ლიბერალიზმის საფუძველი ქორში ერთი და იგივე რაღაცეები არის რა რაღაცა შემოსაზღვრული რაღაცეები არის რა და ეხლა თუ გადავედი მაგითკენ პასუხის გაცემა მინდოდა და ვერ მოვითმინე და აქედან შემოუარე მაგრამ ისე რაც მაინტერესებს და პასუხგაუცემელი კითხვები მაქვს უფრო მეტად ეს სამყარო ხო რაღაცნაირი არის რა დიდი რა იმ კოსმოსურ ვიდეოებს რო ურებ არის რაღაცა ის და სულ მეფიქრება ხოლმე რომ ბიჭო მართლა ესე რაღაცნაირად აბსოლუტურად შემთხვევით რანდომულად გავჩდით თუ ვიღაცამ შექმნა ნამეტარი ამხელა უზარმაზარი რაღაცაც მოაყოლა მე რო გავიგებ ხოლმე რომ ეს დედამიწა ესე ტრიალებს და თან მიდის და მზეც მიდის და მე მზის გარშემო ესე ტრიალებს და აი ეგეთ რაღაცებს რო ვიგებ ხოლმე სულ ფიქრობ ხოლმე რომ მე მგონი მართლა ცოტა მატრიცაში ხო არა ვარ თქო რა ანუ აი უცებ მაგითკენ მიმდის და ეგ არის ჩემთვის რაღაცნაირი პასუხგაუცემელი და საინტერესო თემა რომ ვაფშე რა ვართ რატო ვართ ისთვის ვართ და რეალურია თუ არა ეს ყველაფერი საერთოდ და გადაწყვეტილების მიღება და მისი წარმატების ალბათობა საბოლოო ჯამში ლოტარია ნაწილობრივ თუმცა არ არის ლოტარია რა ანუ ნაწილობრივ ის არის ეგ მე თემები რომ კაი მეტაფორა არის რა გიჩვენე პოკერი არის ერთ-ერთი ისეთი თამაში სადაც შენი ქმედებები განსაზღვრავს შენ წარმატებას თუმცა ლოტარიაც არის რა მაგრამ ნაკლებად ანუ თუ დაოსტატდები ძალიან იკლებს ლოტარიის ეფექტი რა მნიშვნელოვნად რაც უფრო ვისახარ რაც უფრო აზზე არ ხარ მით უფრო მეტად ლოტარია არის რა და ცხოვრებაც ეგეთი ტიპია გადაწყვეტილებებს რაც უფრო მაგრად სწავლობ გადაწყვეტილებებს მიღებას უფრო იკლებს ლოტარიის ეფექტი და რაც უფრო წარმოდგენა არა გაქვს უფრო იბატებს აი ეგრე მგონია რა ოკეი კარგი მაგალითი იყო სხვა შორის პოკერი მაქვე იცი რა როგორ არის ფორმულირებული კითხვა ერთხელაც აიგეთ გადაწყვეტილების მიღება და მისი წარმატების ალბათობა საბოლოო ჯამში ლოტარია ლოტარიაში თუ იგულისხმება ალბათობის კომპონენტი, ხო, მოდი ესე ვთქვათ, კი გადაწყვეტილების წარმატებაში არის ალბათობის კომპონენტი, მაგრამ ასევე არის კომპონენტი, რომელიც ამ ალბათობას აზრდის ან ამცირებს. ასე რომ ლოტარია სიტყვა რომ მოვისმენ მე გავიგე რომ ძალიან დაბალი ალბათობაა და ძალიან უმეტესწილა ნუ ლოტარია რატო უნდა იხმაროს სხვა შემთხვევაში სიტყვა ყველაფერი ალბათობაა რა მესმის ხო მან კრიტიკული საკითხი რომ ყველაფერი ალბათობაზე უნდა შევთანხმდეთ სამყარო ხო ლოტარია რომ იხმარა ალბათ გულისხმობს რომ თავიდან ბოლომდე ბედიღბალზე არის დამოკიდებული ნახე ლოტარიაც არ არის თავიდან ბოლომდე ბედიღბალზე დამოკიდებული ჩემი ხმარწმენით იმიტომ რომ ლოტარიაში რომ მოიგო მინიმუმ ბილეთი უნდა იყიდო ანუ შენი ქმედების კომპონენტი აუცილებლად არის რა კიდევ ერთხელ ჩემი ანუ ღრმა დაჯერება ეგ არის რომ ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ ცხოვრებაში არის თავიდან ბოლომდე ეგრეთ წოდებულ ბედიღბალზე დამოკიდებული და განპირობებული დაწყებული იმითი რომ რა ოჯახში გავჩდით 0
მონაწილეობა გვაქვს მიღებული მათ პროცესში. აი 0 აბსოლუტურად. და მე ამან განსაზღვრა თავის და უნებურად ბევრი ჩვენი რაღაცა რა. ხო ეგრე, ანუ მე არ ვამბობ რომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. მე ვამბობ რომ ეს არის მოცემულობა, ერთ წუთი გადავდოთ გვერდზე და ეხლა ვქოთ ჩვენი ქმედებები რა ალბათობებს ზრდის და რა ალბათობებს ამცირებს რა. ასე რომ გადაწყვეტილების მიღები კი არა და გადაწყვეტილების შედეგი არ არის ლატარია, მაგალითად დარწმუნებული ვარ. უბრალოდ კი არის ამ გადაწყვეტილების წარმატებულობაში კომპონენტი, რომელიც არ არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული რა, ცალსაღად. ძალიან დიდი მადლობა. ყვაშა ყველა შეკითხვას ამომწურავად გავეთით პასუხი. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც არ გამიჟღერებია, ეს იყო რა ჯობია თავიდანვე ბიზნესის დაწყება თუ ჯერ კარიერული წარმატება და ამაზე რაღაცერად გავეცით. გავეცით. მე მგონია რომ იკითხე, ხო? ეს ხო, არ დამისვამს ეს შეკითხვა და მსმენელი ამ შეკითხვაზე პასუხს ეპიზოდის დასაწყისში მოისმენს და ამიტომ აღარ დავსვი ეს შეკითხვა. კი ბატონო. კარგი ბატონო. დიდი მადლობა და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის мотиваცია, რამაც ერთი წელი მოგვიყვანა. მადლობა. მადლობა დიდი ხალხო.